მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა დათმო იმპერია, მაგრამ არ დათმო ამბიციები მსოფლიო პოლიტიკაში ერთ-ერთ ძირითად მოთამაშედ დარჩენილიყო. ამ გზაზე დიდი ბრიტანეთის გავლენები მეტწილად ეყრდნობოდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დამყარებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს. თქვენ უყურებთ პოდკასტს როგორ და რატომ და მე მისი წამყვანი ერეკლე შუბითიძე ვარ. დღეს ვისაუბრებ დიდ ბრიტანეთზე, მის როლზე მსოფლიო პოლიტიკაში, დაძაბულ ურთიერთობებზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ირანში მიმდინარე მოვლენების ფონზე და დიდი ბრიტანეთის როლზე ევროპის უსაფრთხოებაში. ამ მიმართულებით დღეს ჩემი სტუმარია საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძე. თუ მოგწონთ ჩვენი პოდკასტი, გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი და ქვემოთ კომენტარებში დაგვიწეროთ თუ რა თემაზე ისურვებდით შემდეგ ეპიზოდს. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დღეს შევიკრიბეთ ძალიან საინტერესო თემის განსახილველად. დიდი ბრიტანეთი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშე გლობალურ არენაზე, გლობალურ პოლიტიკაში და ძალიან საინტერესო, ჩემი აზრით საინტერესო როლს ითამაშებს აუცილებლად იმ გადალაგებებში, რა გადალაგებებიც გლობალურად ახლა მიმდინარეობს. დავარღვო ჩვენი პოდკასტის, ასე ვთქვათ, მიმდინარეობას და ჩვენ ვიწყებდით ხოლმე ისტორიული მიმოხილვით, მაგრამ დღევანდელ განვითარებული მოვლენების მიხედვით ჯობია რომ ცოტა დღევანდელობიდან გამოვიდეთ. ამჟამად მიმდინარეობს სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის თაოსნობით. მიმდინარეობს დარტყმები სხვადასხვა სამხედრო ობიექტზე. და ძალიან საინტერესო პოზიციებს ვისმენთ ამერიკის ევროპელი მოკავშირეებისგან. ყველაზე მწვავე განცხადება იყო ესპანეთის მხრიდან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომელმაც პირდაპირ დაგმო და დანაშაული უწოდა საერთაშორისო სამართლის მხრივ იმ ქმედებებს, რაც ამერიკამ და ისრაელმა განახორციელეს ირანში, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ასევე ცოტა დაბალანსებულ, არაპირდაპირ მხარდამჭერის პოზიციებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, როგორც არის საფრანგეთი, გერმანია, არამედ ცოტა ნეიტრალურ პოზიციებს. თავიდან მათ შორის ბრიტანეთმაც ძალიან ნეიტრალური პოზიცია დაიჭირა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ისინი არ ჩართულან თავდაპირველ დარტყმებში, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ უკვე ისაუბრეს იმაზე, რომ ბაზების გამოყენება შესაძლებელია თავდაცვითი მიზნებისთვის, ანუ რაკეტების და დრონების გადასაჭერად. ძალიან საინტერესოა, რამ განაპირობა ბრიტანეთის როგორც ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე სანდო მხარდამჭერეს და პარტნიორის ასეთი ტიპის პოზიცია, რომ ისინი თავიდანვე არ ჩაერთვნენ ამ ტიპის ოპერაციაში და რა შიდა პოლიტიკური შეიძლება ან საგარეო პოლიტიკის ფაქტორები არის, რომელმაც განაპირობა ეს ცვლილება სტარმერსა და ტრამპის დამოკიდებულებას შორის. მადლობა მოწვევისთვის. ეს კითხვა ალბათ უფრო ადვილად არის პასუხგასაცემი ვიდრე ნებისმიერი სხვა დაკავშირებული მიმდინარე ომთან ირანში და მთელ ახლო აღმოსავლეთში. მიზეზი, რის გამოც ევროპულმა ქვეყნებმა უკეთეს შემთხვევაში ნეიტრალური პოზიცია დაიკავეს და ზოგმა პირდაპირ უარყოფითი, ძალიან მარტივია. ამერიკის შეერთებულ შტატებს არანაირი კონსულტაცია არ ჩაუტარებია მათთან, არავისთვის უთხოვია მონაწილეობა კოალიციაში და საერთოდ, როდესაც იგეგმება დიდი სამხედრო ოპერაციები და შეერთებული შტატები ყოფილა ლიდერი ახლო აღმოსავლეთში არაერთი დიდი სამხედრო ოპერაციისა, რომლებშიც ევროპელებს თავიანთი როლი შეუსრულებიათ როგორც შეერთებული შტატების მოკავშირეებს. მე შეგახსენებთ, რომ ისტორიაში მხოლოდ ერთხელ იქნა ამოქმედებული ნატოს მეხუთე თავი, როდესაც 11 სექტემბერს 2001 წლის შეერთებულ შტატებს თავს დაესხა ტერორისტული დაჯგუფება. ამის შედეგად ევროპელი მოკავშირეები და არა ნატოს წევრი ქვეყნებიც, მაგალითად საქართველო, შეერთებული შტატების გვერდიგვერდ იბრძოდა იმ ხანგრძლივ სამხედრო ოპერაციაში, რომელიც მიმდინარეობდა ავღანეთში და ერაყში. ამ შემთხვევაში არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა, არანაირი კოალიცია არ შეუქმნია შეერთებულ შტატებს, რო არაფერი ვთქვათ გაეროს რეზოლუციებზე და რაიმე სხვა სამართლებრივ საფუძველზე. და პოსტფაქტუმ მისვლა მოკავშირეებთან და
მათგან მოთხოვნა იმისა, რომ რაღაცა როლი შეასრულონ, რომელზედაც არ ყოფილა ამ როლზეც მის შინაარსზე არანაირი ლაპარაკი, უბრალოდ არასერიოზულია. განსაკუთრებით იმ მოკავშირეებთან, რომელსაც ჩვენ გუშინ ეუბნებოდი და დღესაც ეუბნები, რომ აი მანდ რომ ომი მიმდინარეობს, ნამდვილი, რომელიც ემუქრება მთელი ევროპის და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას, გლობალური მსოფლიო წესრიგის სტაბილურობას. მე რა თქმა უნდა გულისხმობ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. როდესაც შენ ამ ევროპას ეუბნები, რომ ეს თქვენი ომია და მე არ მაინტერესებს და ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან წყვეტ ყველანაირ დახმარებას უკრაინისადმი და ეუბნები ევროპულ მოკავშირეებს, რომ თუ კარგად მოიქცევით, შეიძლება მოკიდო რაღაცა ნაწილი იარაღისა და შეიძლება არ მოკიდო. ამ მოკავშირეებისგან იმის რომელსაც არ ეპყრობი როგორც მოკავშირეებს. იმის მოლოდინი რომ ეს მოკავშირეები უცბად დაყრიან ყველაფერს და წამოვლენ შენთან ერთად ჩაებმებიან ომში, რომლის მიზნებიც არ იციან. ხო, სრულად არარეალისტური იყო. ასე რომ ეს ვთქვათ ბრაზი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ტრამპის მხრიდან ევროპელების მიმართ, თქონდ აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ეს ერთი. მეორე კითხვა იყო, რატომ შეიცვალა პოზიცია. პოზიცია შეიცვალა იმის გამო, რომ თავად ირანმა სცადა ბრიტანული სამხედრო საჰაერო ბაზის რაკეტით განადგურება და ასე ვთქვათ მიმართა რაკეტა იქითკენ და იგივე მოხდა ვთქვათ უამრავი სხვა ქვეყნის მიმართ ახლო აღმოსავლეთის სპარსეთის ყურის ქვეყნებზე მაქვს საუბარი, რომლებმაც თავიდანვე განაცხადეს, რომ ისინი არათუ არ იღებდნენ მონაწილეობას ამ ომში, არამედ შეერთებულ შტატებს არ აძლევდნენ ვთქვათ საკუთარი ტერიტორიის გამოყენებას ომის აწარმოებლად. და ირანმა მათზეც მიიტანა დარტყმები და დღესაც აგრძელებს, დღეს კიდევ უფრო ინტენსიური დარტყმები იყო, წუხელ იყო უკვე მსხვერპლი ბაჰრეინში და ეს დარტყმები ეხება არა მარტო ამერიკულ სამხედრო თუ პოლიტიკურ ინფრასტრუქტურას, არამედ მშვიდობიან სამოქალაქო ობიექტებს, ხო, სასტუმროებს და საცხოვრებელ სახლებს. ასე რომ ირანი თვითონ ეტყობა ხელს უწყობს, ესე გამოდის შეერთებულ შტატებს, რომ შექმნას კოალიცია პოსტფაქტუმ. მაგრამ თავარი, ძირითადი პასუხი თქვენს კითხვაზე არის ის, რომ შეერთებულ შტატებს არ უწარმოებია კონსულტაცია, არ ჩაუყენებია საქმის კურსში, არ შეუტყობინებია ევროპელი პარტნიორებისთვის ამ ომის მიზნები, რომელიც სხვათა შორის დღემდე არ არის ნათლად გამოხატული. ხან ეს არის რეჟიმის შეცვლა, ხან ეს არის თავდასხმის მოგერიება წინასწარ, რომელიც თითქოს და იგეგმებოდა, ხან ეს არის ბირთვული პოტენციალის განადგურება, რომელიც შარშან გვიპატაკა ბატონმა ტრამპმა, რომ ბოლომდე არის აბსოლუტურად მიწასთან გასწორებული. შემდეგ დაიწყო საუბარი ბალისტიკური რაკეტების მარაგებისა და მისი წარმოების პოტენციალის განადგურებაზე, მოკლედ ერთი გასაგები და რაიმე ჩამოყალიბებული მიზანი ამ ომისა შეერთებულ შტატებს არ განუცხადებია, ისე რომ ეს ყოფილიყო მისაღები დანარჩენებისთვის. ძალიან საინტერესო რაღაცა თქვა მარკო რუბიომ ამ დღეებში ირანში ომთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, ბევრი მიზეზი ჩამოითვალა, როგორც თქვენ ახსენეთ, სხვადასხვა მიმართულებებით და მან ერთ-ერთი საუბრისას თქვა, რომ ჩვენო იმიტომ ჩავერთეთ ამ ომში, რომ ისრაელი აპირებდა ისედაც დაბომბვასო და შემდეგ ეს გვერდითი დარტყმები, ანუ ირანის მხრიდან ამერიკულ ბაზებზე იქნებოდა აუცილებლად განხორციელებულიო და ჩვენ ჩავერთვით პრევენციულად. ანუ ძალიან ესეთი ფორმულირებაა, რომელსაც ძალიან ბევრი არ ელოდა, რომ თუნდაც ესე რო ყოფილიყო პირდაპირ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი იტყოდა, რომ ჩვენ ომში იმიტომ ჩავერთვეთ, რომ ისრაელი ისედაც აპირებდა მათ დაბომბვას და მე ჩვენ მოგხვდებოდა და ამიტომ ჯობდა, რომ თავიდანვე ყოფილიყო ჩართულიო. თავიდან ბოლომდე ასახავს იმ შეიძლება ითქვას უზუსტობას და არათანმიმდევრულობას ამერიკის საგარეო პოლიტიკაში, რომელმაც შეისაძლოა გამოიწვიოს
ევროპელების არათუ გაღიზიანება, არამედ ცდილობა რომ დისტანცირდნენ გარკვეული გადაწყვეტილებებისგან და ძალიან საინტერესო პროცესები ვიხილეთ ჩვენ მაგალითად დავოსში, სადაც კანადის პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ ისაუბრა მსოფლიოს გადალაგებაზე, დიდი ძალების პოლიტიკის დაბრუნებაზე და მან ასევე ახსენა ის ფაქტი, რომ შუა ძალებს, middle powers, რასაც ეძახიან, შუა ძალებმა უნდა მოახერხონ, რომ გაერთიანდნენ, რომ ამ დიდი ძალების სურვილები და მათი ძალა და პოლიტიკები რამენაირად შეაჩერონ და ჩამოყალიბდნენ რომ ცალკე პოლუსად. ბრიტანეთი ამ მიმართულებით მაინდა-მაინც ენთუზიაზმით არ გამოირჩეოდა. კირ სტარმერი აღქმული იყო ანალიტიკოსების მხრიდან, მას ტრამპ ვისპერერსაც ეძახდნენ, ანუ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ტრამპს რაღაცეები ესე მიაწოდოს და პირველი ის ხვდებოდა ხოლმე მაგალითად სანამ ზელენსკი ჩავიდოდა, რომ რაღაც პოლიტიკური შეემზადებინა, ასე ვთქვათ, სიტუაცია და ბრიტანეთი ევროპული ქვეყნების მაგალითად საფრანგეთისგან განსხვავებით გამოირჩეოდა იმით, რომ როდესაც ევროპული ქვეყნები ცოტა უფრო ხისტად, ცოტა უფრო მწვავედ საუბრობდნენ ამერიკასთან დაკავშირებით და მის ჩართულობასთან დაკავშირებით ევროპულ პოლიტიკაში, ბრიტანეთი ყოველთვის გამოდიოდა ამერიკასთან ეფიზმენტ პოლიტიკით, ანუ უფრო დათმობის თავის დაკვრის პოლიტიკით, რომ რამენაირად შეენარჩუნებინათ, მათ შორის გრენლანდიაზე როცა იყო საუბარი და რითი არის განპირობებული ეს ურთიერთობები ბრიტანეთსა და ამერიკას შორის და იყო თუ არა ერთადერთი მიზეზი იმისი, რომ მათ არაფერი არ შეატყობინეს, რომ ეს შეიცვალა თუ ბრიტანეთში ხდება გადააზრება იმისი, რომ შესაძლოა ეფიზმენტ პოლიტიკა, ანუ თავის დაკვრის ან ტრამპისთვის დათმობის პოლიტიკა მაინდა-მაინც ხელსაყრელი არ იყოს ბრიტანეთისთვის ამ ეტაპზე. ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობას გრძელი ისტორია აქვს, მას უწოდებენ განსაკუთრებულ ურთიერთობებს. სულ მცირე 1951 წლიდან იწყება, პრინციპში უფრო ადრე ეს ორი უახლოესი ერია შეერთებული შტატები ინგლისიდან, შოტლანდიიდან, უელსიდან და ირლანდიიდან გადასახლებულმა პირველ რიგში ინგლისელებმა დაუდეს საფუძველი შეერთებულ შტატებს, მერე რა თქმა უნდა მას დაემატა უამრავი სხვა ევროპელი ერის წარმომადგენელი, რომლებმაც განსაზღვრეს შეერთებული შტატების შინაარსი, მაგრამ მისი დაფუძნება პირდაპირ არის კავშირში ინგლისურ პოლიტიკურ, კულტურულ მემკვიდრეობასთან, რელიგიურთან, უამრავი სხვა კავშირი, რასაც ერთი თავის დროზე ეს ერთი ერი იყო ორი სახელმწიფოთი. და ის რომ შეერთებულ შტატებმა დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან მოიპოვა სისხლისღვრელ ომში, ეს ამას არ ცვლის, იმიტომ რომ ამერიკული კონსტიტუციური პრინციპებიც კი თავისი ფესვებით მიდის ღრმად თავისუფლების დიდ ქარტიაში, ჰაბეას კორპუსში და სხვა ინგლისურ მონაპოვარში, პოლიტიკურ მონაპოვარში, რომელიც ეფუძნება და ასევე განმანათლებლობაში, რომლის ნაწილი მოდის ინგლისიდან. თუმცა ეს ურთიერთობები არასდროს ყოფილა მუდმივად ხავერდოვანი და როგორც ვთქვით, აგერ რევოლუციური ომით დაიწყო, კიდევ რამდენჯერმე ყოფილა კონფლიქტი 1812 წელს ბრიტანელებმა თეთრი სახლი გადაწვეს, თუმცა კონფლიქტი პრინციპში ამერიკელებმა წამოიწყეს, მაგრამ მერე უკვე ჩვენ ვხედავთ პარტნიორობის ჩამოყალიბებას პირველ მსოფლიო ომში ისინი ერთხარეს იბრძვიან და შეერთებულ შტატების ჩართვის გარეშე არავინ იცის რა ბედი ეწეოდა ამ ომს, რა შედეგი დასრულდებოდა და კულმინაცია იყო რა თქმა უნდა მეორე მსოფლიო ომი, როდესაც შეერთებული შტატები და ბრიტანეთი გარკვეული წინააღმდეგობის მიუხედავად ამერიკის კონგრესის მხრიდან, რომელსაც ცდილობდა ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას, მათ შორის მას შემდეგ, რაც ბრიტანეთი მარტო დარჩა ნაცისტური გერმანიის წინაშე, მე არ ვიცი, ყველა შეიძლება არ უწევს ანგარეს იმ ფაქტს, რომ გაერთიანებული სამეფო დიდი ბრიტანეთი იყო ერთადერთი ქვეყანა ისტორიაში, რომელიც ნაცისტურ გერმანიას ებრძოდა მარტო. როდესაც მისი ევროპელი მოკავშირეები დამარცხდნენ საფრანგეთი, საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ გერმანიის მოკავშირეა 41 წლის 22 ივნისამდე და ბრიტანეთი იყო ერთადერთი ძალა, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა მთელ ევროპაში.
ნაცისტურ გერმანიას. და ისტორია სხვანაირად შეიძლება წასულიყო, აუცილებლად სხვანაირად განვითარდებოდა ბრიტანეთს ან რომ დაედო გარიგება, რომელსაც მას თავაზობდნენ ნაცისტებთან, ან რომ ის დამარცხებულიყო. სულ სხვანაირად ვიხილავდით ისტორიის განვითარებას. და შეერთებული შტატები, იძულებით პრაქტიკულად მოევლინა დიდ ბრიტანეთს მთავარ პარტნიორად, ამას ლობირებდა ჩერჩილი, მაგრამ არც თუ დიდი წარმატებით, სანამ საბოლოოდ ნაცისტურმა გერმანიამ თავად არ გამოუცხადა ომი შეერთებულ შტატებს. მანამდეც იყო დაწყებული ლენდლიზის რაღაც ელემენტები, მაგრამ ამ მომენტიდან ისინი იქცნენ ორ უახლოეს მოკავშირედ და ეს სიახლოვე ამ მსგავსი სახელმწიფოთა შორისი ალიანსი ისტორიას არ ახსოვს. ეს იყო პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, დაზვერვითი, რო არაფერი ვთქვათ, უკვე კულტურულ და სხვა უმჭიდროვეს სიახლოვეზე. ოღონდ ამ დროიდან მოყოლებულიც კი ეს ურთიერთობები ყოველთვის სწორხაზოვნად და დადებითი, ვთქვათ, ბუნებით არ განვითარებულა. 40-იანი წლები, ანუ ომის დროსაც კი იყო სერიოზული პრობლემები ამ ურთიერთობებში, მაგალითად, პრეზიდენტი რუზველტი რაღაც საკითხებში სტალინს უფრო ენდობოდა ვიდრე ჩერჩილს, იმიტომ რომ დიდ ბრიტანეთს განიხილავდა როგორც მაინც იმპერიულ სახელმწიფოს და არსებობდა წარმოუდგენლად დაუჯერებლად ბრიყული ილუზიები იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენდა საბჭოთა კავშირი. აი, ბევრი ამერიკელი, განსაკუთრებით დემოკრატი, განიხილავდა საბჭოთა კავშირს რეფორმირებულ ბრჭყალებში საზოგადოებად. და სრულად შეგნებულად ომის შემდგომი მსოფლიო მოწყობის დაგეგმარებაში უფრო დიდ ანგარიშს უწევდნენ სტალინს და საბჭოთა კავშირს, ვიდრე ჩერჩილს და გაერთიანებულ სამეფოს. მართალია ამის შემდეგ მაინც მოხდა რაღაც ურთიერთგაგება, პრეზიდენტმა ტრუმენმა გადაიაზრა რეალობა, მას არ ჰქონდა არანაირი ილუზია იმის თაობაზე, რომ ის შეძლებდა საბჭოთა იმპერიის, ვთქვათ, დაყვავებით კვლავ მეგობრად მოქცევას, იმიტომ რომ ეს პირდაპირ ეწინააღმდეგებდა საბჭოთა კავშირის ინტერესებს, მის ბუნებას და ასე შემდეგ და აი აქ ბრიტანეთი და შეერთებული შტატები გამოდიან ახლიდან თანად ამფუძლებნად წინააღმდეგობის მოძრაობის. შეერთებული შტატები იწყებს შეკავების პოლიტიკას, გაერთიანებულ სამეფო ამას ყველანაირად მხარს უჭერს და ისინი აყალიბებენ ერთად ნატოს, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. მაგრამ ამის შემდეგაც არის ამ ურთიერთობებში ძალიან სერიოზული გართულებები. 1956 წელს სუეცის კრიზისი იყო ამისი მთავარი სიმბოლო, როდესაც პრაქტიკულად პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა ულტიმატუმის ფორმით აიძულა ბრიტანელები, რომ დაეტოვებინათ სუეცი. სუეცის კრიზისი ძალიან საინტერესო თემა არის. აქ ფრანგებს და ბრიტანელებს ხშირად ბრალს დებენ ხოლმე რაღაც იმპერიულ ქცევაში, მაგრამ თუ უბრალოდ ფაქტებს შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ პროსაბჭოთა დიქტატორი ეგვიპტისა, წარმოიდგინეთ, ახდენს ნაციონალიზაციას სუეცის არხისა, რომელიც ფრანგებმა ააშენეს და რომელიც ბრიტანელებმა გამოისყიდეს ეგვიპტისგან მისი წილი. და რომელიც არის სასიცოცხლო არტერია ორივე სახელმწიფოს ეკონომიკისთვის და უცბად ეს კაცი აცხადებს, რომ აი მორჩა აქედან, აქ ეს ამხელა ინფრასტრუქტურა ჩემია, აქ თქვენი გემები აღარ ივლიან, ისრაელზე ლაპარაკიც არ არის და აქ მართლა დაუშვეს შეცდომა, რომ რაღაც დიახ, იმპერიებისთვის ჩვეული მეთოდით, ასე ვთქვათ, გადაწყვიტეს ამ პრობლემის მოგვარება ისრაელთან ერთად, გრძელ დეტალებში აღარ წავალ, მაგრამ მოულოდნელად ბრიტანელებისთვის და ფრანგებისთვის მარტო საბჭოთა კავშირი კი არ აღმოჩნდა ეგვიპტის სამხედრო დიქტატურის მთავარი სპონსორი. ზურგიდან მიიღეს თავიანთი მთავარი მოკავშირისგან პრაქტიკულად ესეთი მზაკვრული დანა, როდესაც აიზენჰაუერმა უბრალოდ გამოუცხადა, რომ თუ ჯარებს არ გამოიყვანთ ახლავე,
მე შევწყვეტ თქვენი სოფლიო სავალუტო ფონდი აღარ დააფინანსებს თქვენი ვალების რესტრუქტურიზაციას, მაგალითად და ბრიტანული ფუნდი ჩამოიშლება და ასე. მოკლედ, საკმაოდ უხეში ფორმით მოხდა შეერთებული შტატების მიერ დემონსტრირება იმისა, რომ მას შეუძლია თავისი გაიტანოს, მათ შორის ისეთ საკითხში, რომელიც თითქოს და ერთმანეთის ინტერესებს არ უნდა შეწინააღმდეგებოდა. აქ ალბათ შეერთებული შტატები ისე იყო იმ ილუზიაში, რომ ამით მოიგებდა ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა მთავრობების და ხალხების გულს. ახლა რომ ახლო აღმოსავლეთში ამერიკა სანდო პარტნიორად მაინც არ დარჩა, მე მგონი ეს ყველას შეუძლია ამის თქვა. მეორეს მხრივ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ბრიტანელებისთვის, იმის გააზრება, რომ მათი სტატუსი მსოფლიო ურთიერთობათა სისტემაში არის შეცვლილი, რომ ისინი არიან უმცროსი პარტნიორი, დაქვემდებარებული პარტნიორი აი ამ განსაკუთრებულ ურთიერთობებში. ანუ ამან ძალიან წყენაც გამოიწვია და მაგალითად განსხვავებით კორეის ომისგან, სადაც ბრიტანელები და მთელი ბრიტანული თანამეგობრობა აქტიურად მონაწილეობდა ამერიკელებთან ერთად სამხრეთ კორეის განთავისუფლებაში კომუნისტური აგრესიისგან. ვიეტნამის ომში ესეთი პარტნიორობა აღარ შედგა. ვიეტნამის ომში ამერიკელებს პრაქტიკულად არავინ აღარ გაყვა. ფრანგები ძალიან დიდი ხნით, ასე ვთქვათ, იქნენ შებრუნებული ამერიკის მიმართ და როგორც იცით, მე დეგოლმა ნატოს სამხედრო კომპონენტიდანაც კი გამოიყვანა საფრანგეთი. შემდეგ იყო კიდევ ერთი ეპიზოდი, მაგალითად, როდესაც ფოლკლენდის ომის დროს შეერთებულმა შტატებმა არანაირად ხარი არ დაუჭერა ბრიტანეთის გეგმას, რომ სამხედრო ძალით დაებრუნებინა კონტროლი ფოლკლენდის კუნძულებზე, როგორც არგენტინელები უწოდნენ მალვინას კუნძულებზე, რომელიც იქნა სამხედრო ძალით ოკუპირებული არგენტინელების მიერ. მაგრამ მაინც ითვლება 80-იანი წლები ერთგვარ ოქროს ხანად, ახალ ოქროს ხანად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამ ურთიერთობებში, რადგან ბევრი თვლის, რომ რეიგანისა და ტეჩერის თანამშრომლობამ უზრუნველყო მათ შორის გარკვეული წილ ომში საბჭოთა კავშირის და კომუნისტური სისტემის დამარცხებისა. ხო? 90-იან წლებში ეს თანამშრომლობა გაგრძელდა და ახალი ოქროს ხანა იყო 2000-იანი წლების დასაწყისი, როდესაც 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ბრიტანელებმა ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოუხატეს, გაუწიეს შეერთებულ შტატებს ერაყში და ავღანეთში. უზარმაზარი მსხვერპლით, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი აბსოლუტური უპატივცემულობით მოექცა სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც გამოაცხადა ჯერ ამტკიცებდა, რომ საერთოდ ნატოში ამერიკის წვლილი არის ერთადერთი გადამწყვეტი, რომ ნატო არასდროს ნატოს ევროპელი ქვეყნები ჩვენ არასდროს არ დაგვეხმარებიან, რომ დაგვჭირდება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთადერთჯერ იქნა ამოქმედებული მეხუთე თავი და ეს შეერთებული შტატების დასახმარებლად მოხდა ევროპელების მიერ და უამრავმა ევროპულმა სახელმწიფომ თავისი წვლილი და ზოგჯერ მსხვერპლი გაიღო ამ პროცესში. და იმის თქმა, რომ ისინი არ დაგვეხმარებიან ეს ერთი და მერე როდესაც მას შეახსენეს, რომ დიდი ბოდიში, მაგრამ მოხდა უკვე ეს და პირიქით იყო, იქ მათი მონაწილეობა სიმბოლური იყო. ნუ ახლა როგორ ასეულობით ჯარისკაცი დაიღუპა ბრიტანეთიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან, მათ შორის დანიიდან, რომელიც ყოველთვის იყო შეერთებული შტატების უერთგულესი მოკავშირე. დღეს გაერთიანებულ სამეფოში არსებობს ძალიან სერიოზული მსჯელობა იმის თაობაზე, ეს განსაკუთრებული ურთიერთობები კიდევ არსებობს თუ არა. სამართლიანობისთვის უნდა აღნიშნოთ, რომ პირველი კითხვები ამ ურთიერთობების განსაკუთრებულობაზე გაჩნდა ჯერ კიდევ პრეზიდენტ ობამას დროს. და გაჩნდა ის ობამას ერთგვარი ახალი სტრატეგიული მიდგომის შედეგად, რომ ეს ევროპა საერთოდაც არ არის შეერთებული შტატებისთვის ყველაზე უფრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულება, რომ შეერთებული შტატების ინტერესები ეხლა არის აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონში, ეს არის ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკურად
რეგიონი და შესაბამისად იქით უნდა იყოს მიქცეული ეს ყურადღება და ერთ-ერთი სიმბოლო ამ სტრატეგიის სიმცდარისა იყო რომ ობამას ორვადიანი პრეზიდენტობის ბოლოს ამ რეგიონში შეერთებულმა შტატებმა დაკარგა თავისი ყველაზე ძველი მოკავშირე ფილიპინები, რომელმაც დაიწყო ჩინეთისკენ და რუსეთისკენ ყურება, როდესაც იქ მოვიდა ძალიან თავისებური უცნაური ლიდერი, პოპულისტი დუტერტე. და არანაირი ეკონომიკური დიდი ხეირი ამ ევროპისკენ ზურგით შებრუნების პროცესს შეერთებული შტატებისთვის არ მოუტანია. მაგრამ არავის არასდროს იმხელა ზიანი არ მიუყენებია ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის, მათ შორის ბრიტანეთთან, გაერთიანებულ სამეფოსთან ურთიერთობისთვის, როგორც ეს გააკეთა პრეზიდენტმა ტრამპმა. ჯერ პირველი თავისი პრეზიდენტობის დროს თუმცა იქ ის მაინც გარკვეულწილად შეზღუდული იყო იმ ხალხით, რომელიც მის გარშემო იყვნენ პროფესიონალებით, მისი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, მისი თავდაცვის მდივანი, მისი საგარეო მდივნები. ეს ხალხი უმეტესად პროფესიონალები იყო, მართალია ის მათ რეგულარულად, ვთქვათ, უშვებდა თავისი ადმინისტრაციიდან იმის გამო, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ის ცდილობდა, რომ თავისი ინსტინქტების საფუძველზე მიეღო, იმიტომ რომ ეს ინსტინქტები ეფუძნება მის წარმოდგენას, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობები ეს არის შეერთებული შტატების მიერ ამ მუქთახორების შენახვა. ვაჭრობაში მაგალითად თუ ვინმეს აქვს დადებითი სალდო შეერთებულ შტატებთან, რომ ისინი არიან პარაზიტები. ვაჭრობა საერთოდ არის წაგება მოგების საკითხი ტრამპისთვის. ეს კი არ არის ორმხრივი მოგება. რომ თუ იმაზე მეწყიდულობს შეერთებული შტატები საქონელს, რომელიღაცა ქვეყნისგან, ვიდრე ის ყიდულობს შეერთებული შტატებისგან, ესე იგი ის ქვეყანა არის მტერი და ის არის გასანადგურებელი და ამას დაუპირისპირა ამ მეორე ვადაში შეერთებულმა შტატებმა ტრამპმა ტარიფების ომი. ხო, ასე რომ შევაჯამო ბრიტანეთში არსებობს ძალიან სერიოზული მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ეს განსაკუთრებული ურთიერთობები დასრულებულია. იყო მცდელობები, თქვენ აღნიშნეთ, რომ ტრამპთან რაღაცა პიროვნული მიდგომა ყოფილიყო, ამის კეთებას ცდილობდა პრემიერ-მინისტრი სტარმერიც, მაგრამ განსაკუთრებული შედეგი ამას არ მოყოლია. შეიძლება ვთქვათ, რაღაც 5%-ით ნაკლები, მაგრამ ტარიფები ბრიტანეთსაც შეეხო და კიდევ ერთხელ ეს არის სრულიად ნათელი ეკონომიკური ომის სახეობა სავაჭრო სფეროში, რომელიც ასევე არის უკანონო და რომელიც ახალხანს დასტურა შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ, რომ ამ ტარიფების დაწესება პრეზიდენტის მიერ კონგრესთან შეუთანხმებლად იყო უკანონო. და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი აქ ის არის, რომ 9 საჯულიდან უზენაეს სასამართლოსი 6 არის მემარჯვენე კონსერვატორი და მათ შორის რამდენიმე არის დანიშნული უშუალოდ ტრამპის მიერ. და პირიქით მოხდა 6-მა სამის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება ტარიფების შესახებ, რომ ისინი იყო უკანონო გადაწყვეტილება. ასე რომ ეხლა მიდის გადააზრება გაერთიანებულ სამეფოში, ისე როგორც მთელს ევროპაში, უკვე პრაქტიკულად ჩამოყალიბებულია, რომ გასაგებია, რომ ტრამპის პირობებში შეერთებული შტატები უკვე აღარ არის სანდო პარტნიორი, ეს ტრამპა პირდაპირ განაცხადებების დონეზე ნათელ ხო. მაგრამ მსჯელობა მედის იმის თაობაზე, თუ რამდენად მოსალოდნელია ყველაფრის ნორმაში დაბრუნება ტრამპის შემდეგ. რომ ტრამპის შემდეგ ბჭყალებში უკვე ერთხელ მოხდა 2020 წელს მან წააგო, იყო ახალი პერიოდი, იყო პრეზიდენტი, რომელმაც გამოაცხადა, რომ ამერიკა დაბრუნდა, ამერიკის დემოკრატიული ლიდერობა მსოფლიოში აღდგა, მაგრამ შარშან ახლიდან აირჩიეს პირადად ტრამპი და არავინ იცის მომავალში იქნება თუ არა ახალი ტრამპები და არის თუ არა ეს შექცევადი, ის დამოკიდებულება, რომელიც შეერთებულ შტატებმა
ტრამპის ლიდერობით და მაგას ფილოსოფიიდან გამომდინარე აჩვენა ევროპას, რომ თქვენ ჩემთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენთ, რომ სოფლიოში წესებზე დაფუძნებული, ჩემს მიერვე შექმნილი საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებაზე მე არ ვაპირებ ვიზრუნო, მე ვიზრუნებ მხოლოდ ჩემს ვიწრო ინტერესზე სავაჭრო სფეროში, უსაფრთხოების სფეროში და ზოგჯერ ამ პროცესში მე დავაზიანებ თქვენს ინტერესებს. მაგალითად, მე ვაცხადებ, რომ მინდა ესეთი კაპრიზი მაქვს, მჭირდება გრენლანდია და არაუშავს, რომ ეს არის ჩემი მოკავშირე ევროპული სახელმწიფოს სუვერენული ტერიტორია. აი მე მგონია, რომ ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებში რაღაცა დისბალანსი და მე დაგიწესებთ თქვენ სრულიად ბრუტალურ 15-20 თუ რამდენ პროცენტსაც მოვინდომებ იმხელა ტარიფებს. და ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც ის იწყებს ახალ ომს და თქვენ თავად აღნიშნეთ, რომ ყველაზე უფრო რეალისტური ახსნა ამ ომისა არის ის, რომ და მარკო რუბიომ სავარაუდოდ ესე პატიოსნად მოუწია მის თქმა, რომ ეს ომი არ იყო შეერთებული შტატების მიერ დაგეგმილი, არ არსებობდა ჩამოყალიბებული სტრატეგია, რო არაფერი თქვა შეთანხმებული მოკავშირეებთან, უბრალოდ ტრამპმა ისევე როგორც წინა ჯერზე 12 დღიანი ომის დროს გადაწყვიტა, რომ ისრაელთან ერთად გამოსულიყო გამარჯვებული ამ ვითარებაში. ეხლა მე ისრაელის შემიძლია გავიგო. რატომ ახლა? ის თulis, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ დაწყებულმა ომმა ირანის პროქსი ძალებთან, რომელშიც მან მიაღწია წარმოუდგენელ გამარჯვებას და შემდეგ იყო უკვე უშუალოდ ირანზეც განხორციელებული დარტყმები, ამ ყველაფერმა ირანი დაასუსტა ყველაზე უფრო მეტად მის ისტორიაში ისლამური რევოლუციის შემდეგ. და შესაბამისად ეს ალბათ ითვლებოდა ხელსაყრელ მომენტად იმისათვის, რომ ბოლომდე მieყვანათ საქმე. ოღონდ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ისრაელს აქვს ჩამოყალიბებული გეგმა ან თუნდაც სურვილი, რომ ირანში ისლამური რეჟიმი ჩანაცვლდეს რაღაცა უფრო პროდასავლური. რომ ამის ნიშნები არ არსებობს. არ არსებობს რაიმე კონკრეტული პროდასავლური ძალა, რომელიც დღეს არის გამზადებული, რომ აი თუ დამარცხდა რეჟიმის, აი მოისპო რეჟიმის მთავარი ფიგურები. ხო? მაგრამ არავინ არ გამოსულა ქუჩაში და არ გადაუბარებია ძალაუფლება. ვინც გამოვიდა ქუჩაში მასობრივად, კი ბატონო, ამ სასტიკმა ყველაზე უფრო საშინელმა ალბათ კაცობრიობის ისტორიაში რეჟიმმა ისინი მასობრივად დახოცა და ღმერთმა დაიფაროს, არავის არ უნდა ჰქონდეს ოდნავ მაინც სინანული იმის გამო თუ რა ბედი ეწიათ ამ რეჟიმის მესვეურებს. მაგრამ არ ვიცი, შეიძლება მე არ ვარ საქმის კურსში და სადმე არსებობს რაღაცა ანალიზი ისეთი, რომელიც საპირისპირო სიტყვით, მე მგონია, რომ ისრაელის ამოცანა არის ირანის დასუსტება, თუნდაც იმის ხარჯზე, რომ იქ მოხდეს ერთგვარი ერაყიზაცია, ან ლიბიის მსგავსი სცენარი, როდესაც არსებული დიქტატურა კადაფის არ ჩანაცვლა არაფრით, ქაოსით ჩანაცვლდა. ოღონდ ეს რამდენად აწყობს შეერთებულ შტატებს, სრულიად განსხვავებული საკითხია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც ტრამპს და არც არავის მის გარშემო არ გამოუხატავს ჩამოყალიბებული გასაგების სტრატეგია, არც მიზნების და არც მეთოდების შესახებ. აი დავარტყავთ, გავანადგურებთ და მერე ვნახოთ რა იქნება. რაღაც ჯერჯერობით რაღაცა განსაკუთრებული დადებითი შედეგებით არ დაგვირგვინებულა. ერთი სასტიკი მეთაური რეჟიმისა ჩანაცვლდება მეორით. შედეგები არის ის, რომ 15 წლის განმავლობაში მაქსიმალურ ნიშნულზე ავიდა ნავთობის ფასი და გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს. ჰორმუზის სრუტე დაკეტილია და მისი გამბლოკვის რაიმე რეალისტური გზა ჯერ არავის უჩვენებია და
ეს პირდაპირ რომ ყველაფერს თავი დავანებო, თავი ჩემი პრობლემა მაშინ არის ის, რატომ ეხლა აი შეერთებული შტატების მხრიდან, რატომ ეხლა, როდესაც შენ ამბობ რომ უკრაინის ომი, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არ არის შენი ომი, როდესაც შენ ამბობ რომ შენ არ გევალებ არანაირად მხარდაჭერა უკრაინისა, არათუ უსასყიდლო დახმარებთ, არამედ აი უბრალოდ გეხვეწება უკრაინა რომ მომყიდე რაღაცა იარაღი და ბევრ შემთხვევაში უარს ამბობ და ამის პარალელურად იწყებ ომს, რომელმაც რუსეთს პრაქტიკულად გაუგზავნა ერთგვარი ხა სულ არ ლაპარაკი რომ აი რუსეთის მოკავშირე ირანი ცუდ დღეში ჩააგდო ამერიკამ. რუსეთის დღევანდელი მდგომარეობა არის ასეთი, რომ ლაპარაკი არის თვეებზე, რომ მისმა ეკონომიკამ გაუძლოს იმ სამხედრო ხარჯების წნეხს. და ამ დროს შენ უგზავნი პრაქტიკულად გადასარჩენ რგოლს, რადგან იზრდება ნავთობის ფასი ერთის მხრივ დრამატულად და მეორე ჩინეთს და ალბათ ინდოეთსაც აიძულებ, პირველ რიგში ჩინეთს აიძულებ დაუბრუნდეს უფრო მეტი რუსული ნავთობის შესყიდვას, ვიდრე ის აქამდე აკეთებდა სანქციების თუ სხვა მიზეზები. ასე რომ, მოგეთ ევროპელებს და განსაკუთრებით ბრიტანელებს, უბრალოდ მათ შორის ბრიტანელებს აქვთ უამრავი მიზეზი ძალიან ღრმა, ასე ვთქვათ, ანალიზის პროცესში იყვნენ ამ ურთიერთობების მომავლის შესახებ და საკუთარი როლის შესახებ. ასე რომ პრემიერ-მინისტრ კარნის განცხადება, რომ საშუალო სახელმწიფოებს, საშუალო ძალის სახელმწიფოებმა მსგავსი ფასეულობებით გაერთიანებულებმა და მსგავსი ინტერესებით გაერთიანებულებმა უნდა იზრუნონ ერთმანეთთან მეტ კავშირებზე, არის გამოწვეული არა მათი კაპრიზით, არა იმიტომ რომ მათი ცვალეს ფერი და ზნე, არამედ იმით თუ როგორ ეპყრობა მათ ამერიკის შეერთებული შტატები. კი ბატონო, ძალიან საინტერესო თემებს შევეხეთ. ერთ-ერთი მიმართულება არის ზუსტად ის, რომ აი მეც მესმის აბსოლუტურად ისრაელის პოზიცია და რატო და როგორ რა კალკულუსი არის ამ ყველაფერში. აბსოლუტურად ისრაელი იბრძვის გადარჩენისთვის. და ეს რომ არავის კიდევ ერთხელ რაიმე ორაზროვნად არ მოეჩვენს. ირანის ისლამური რესპუბლიკის სტრატეგიული ამოცანა მთელი აი ამ 50 რამდენი წლის განმავლობაში იყო არა საკუთარი ეკონომიკის, არა საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობის, ან თუნდაც უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არამედ ისრაელის, აი ეს იდეა ფიქსი ისრაელის განადგურება. მთელი მისი რესურსები მიდიოდა აი ამ პროქსი ძალების ჩამოყალიბებაში, ტერორისტული ომის მუდმივ წარმოებაში. ისე რომ ისრაელის ადგილას არავის არ აქვს უფლება კონდეს რაღაცა პრეტენზია ისრაელთან, რომ ის ცდილობს საკუთარი არსებობის დაცვას ყველა შესაძლო საშუალებით. მე ვამბობ, რომ შეერთებული შტატების მხრიდან ამ ოპერაციაზე დათანხმება და მასში მონაწილეობა ეხლა სანამ შენ არ გაქვს დასრულებული მოგვარებული რუსეთის საკითხი, იყო კატასტროფული თუ არა, ყოველ შემთხვევაში ძალიან მძიმე რისკების წარმომქმნელი გადაწყვეტილება. შეერთებულ შტატებს აქვს ამის გამოცდილება, როდესაც მას ყავდა, ვთქვათ, ორი მთავარი მეტოქე, საბჭოთა კავშირის და ჩინეთის სახით და ჯერ ერთთან დაალაგდა და შემდეგ მეორეს მიხედა. ყოფილა ესეთი გამოცდილება, ხო? ჩვენ დღეს ვიხილეთ საპირისპირო. გაქვს ცხელი ომი ევროპაში, რუსეთის მხრიდან. რუსეთის მთავარი პრობლემა არის, რომ ნავთობის ფასი არის დაწეული და მისი უნარი გაყიდოს ნავთობი არის შემცირებული და ამ დროს შენ ქმნი პირობებს, როდესაც ნავთობის ფასი მიდის წაში და იმ ნავთობს ზღუდა, რომელსაც რუსული ნავთობის ნაცვლად ყიდულობდნენ ინდოელები და პირველ რიგში ჩინელები. აქ არის ერთი ფაქტორი, რაზეც ხშირად საუბრობენ ხოლმე, რომ ვენესუელაში ძალიან წარმატებულმა ოპერაციამ ტრამპს მისცა იმის განცდა, რომ მას შეეძლო ეს სიტუაციას ძალიან მალე მოეგვარებინა. ისრაელის თვალსაზრისიდან ახლა ძალიან მნიშვნელოვანია იმის თქმაც, რომ ბირთვული ირანი იქნებოდა ისრაელის განადგურების
გარანტირებული სახელმწიფო, ამიტომ ცუცა და უარეს შორის არჩევანის გაკეთება როცა არის, ბირთვულ ირანს შეიძლება ქაოსიც კი ამჯობინოს სახელმწიფო. ევროპელების თვალში ძალიან საინტერესო თემა ვახსენეთ, რომ პირველი ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ თითქოს რაღაცა ცვლილებები იყო და ეს იყო გაცდა იყო, რომ ეს ტრამპის მოსვლა იყო რაღაც ფაზა ამერიკის პოლიტიკაში, რომელიც გადავიარეთ, მაგრამ უკვე მეორედ რომ მოვიდა ტრამპი, არის თუ არა ახლა ინდიკატორები კონკრეტულად ბრიტანულ-ამერიკულ ურთიერთობებში, როდესაც ბრიტანელები უკვე ამას არათუ ფაზად აღიქვამენ, არამედ უკვე მიდის სერიოზული მსჯელობა იმის, რომ ეს არის უკვე საბოლოო სტატუსი ამერიკისა და ბრიტანეთის პოლიტიკაში და უკვე ამერიკის ჩარევის გარეშე სამხედრო სუვერენიტეტზე, სამხედრო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე უნდა იყოს აქცენტი გაკეთებული. თუ ევროპული სახელმწიფოების გადმოსახედიდან ალბათ სხვა დასკვნის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება, ეს ერთი. მეორე, სულ არის ხოლმე ლაპარაკი იმაზე, რომ დიახაც ევროპელებმა უნდა დახარჯონ მეტი თავიანთ თავდაცვაზე, მე ამ აზრს ვეთანხმები და ოღონდ ეს იგივე ხალხია, რომელიც თვლის, რომ აქამდე არსებული სისტემა, სადაც შეერთებული შტატები ლიდერობდა ტრანსატლანტიკურ ალიანსს, სამხედრო და მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით, იყო ერთგვარი გამოხატულება ევროპელების პარაზიტული დამოკიდებულებისა. ამ ხალხმა ეთყობა არ იცის, რომ ზუსტად ასე იყო ჩაფიქრებული შეერთებულ შტატებში ეს ალიანსი, სადაც ევროპულ სახელმწიფოებს დამოუკიდებლად საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის უნარი არ უნდა ჰქონოდათ. ესე იყო ჩაფიქრებული და ყოველ ჯერზე შეერთებული შტატები საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდა, როდესაც ევროპელები იწყებდნენ ერთმანეთთან მეტ თანამშრომლობას, ვიდრე ეს იყო ჩაფიქრებული აი ამ სისტემით. მე არ ვამბობ, რომ ეს რამე ცუდი ჩანაფიქრი იყო, მაგრამ ეს იყო ამერიკული ჩანაფიქრი, რომ ამერიკული მხარე ნატოს სისტემაში ყოფილიყო გადამწყვეტი სიტყვის მქონე და ყოველი შემთხვევისთვის, რომ ევროპულ სახელმწიფოებს მისგან დამოუკიდებლად უსაფრთხოების სფეროში რაიმეს მოქმედების უნარი არ უნდა ჰქონოდათ. ეს იყო ასე ჩაფიქრებული და ამის შემდეგ პრეტენზიად წაყენება ევროპელებისთვის, რომ თქვენ კი ბატონო, აი ის ნაწილი, სადაც 2%-ს რო არ ხარჯავდა უამრავი ევროპული სახელმწიფო, მათ შორის ყველაზე მდიდრებით გერმანიას, ხო? ეს სამართლიანია. ოღონდ, როდესაც ჩვენ ტრამპისგან პირველად მოვისმინეთ აქ წყევლა კრულვა, ისე გამოდის თითქოს, რომ მე და ტრამპი ამ საკითხში ერთხარეს ვართ. ტრამპი ამ არგუმენტს იყენებდა იმისთვის, რომ არ არის საჭირო ეს ნატო. იმიტომ რომ აი ნახეთ, ევროპელები არ იხდიან საკუთარ თავდაცვაზე, ხო ეს ნატო, ხო რატომაც ის ასეთი ინტერპრეტაციას უკეთებდა, რომ ჩვენ არ გვიხდიან. ნატოს ქარტია მოითხოვს წევრი ქვეყნებისგან თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის დახარჯვას საკუთარ თავდაცვაზე. ეს არის ნატოში წვლილის შეტანა. ხო? იმიტომ რომ თავად ნატოს ბიუჯეტი არ არის რაღაც ესეთი მნიშვნელოვანი, საკმაოდ პატარა ბიუჯეტი აქვს როგორც ორგანიზაციას. ნატოს ძალა არის მის წევრებში და ამ მისი წევრი ქვეყნების სამხედრო პოტენციალში. ხო? ეს ერთის მხრივ თითქოს სწორი იყო, ოღონდ საპირისპირო მხრიდან იყო ეს პრეტენზია წამოყენებული, აი რა საჭიროა ნატო, როდესაც მისი წევრები არ იხდიან. კი ბატონო, დაიწყეს გადახდა, მაგრამ მე მაინც დამოკიდებულება იგივე დარჩა. ანუ შევთანხმდეთ, რომ იმ ხალხის პრეტენზია ევროპელებისადმი, რომელიც ამბობს, რომ ისინი ერთგვარი პარაზიტები იყვნენ, უბრალოდ უსაფუძვლო არის აბსოლუტურად, იმიტომ რომ ასე იყო ჩაფიქრებული. და დღეს ევროპელებისთვის სრულიად ნათლად ჩამოყალიბდა პერსპექტივა, როდესაც შეერთებული შტატების განხილვა როგორც უეჭველ გარანტორად მათი უსაფრთხოებისა ამიერიდან ბოლომდე საფუძვლიანი აღარ არის, ეს რბილად რომ ვთქვა. შესაბამისად, მათ ევალებათ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვის გაზრდა, მათ შორის ერთმანეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობით. მე არ მგონია, რომ ამით ჩვენ მივიღებთ
უკეთეს სისტემას, იმიტომ რომ იდეალური სისტემა იყო სწორედ ამერიკული ლიდერობით არსებული ალიანსი, ამ ალიანსის არსებობამ და ამერიკულმა ლიდერობამ უზრუნველყო 80 წლის განმავლობაში თითქმის შედარებით სტაბილური მსოფლიო, არა მარტო ევროპის დაცულობა და ეს არის პერიოდი მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი უწყვეტი მშვიდობის. და ამ ალიანსის დამსახურება არის მათ შორის ეს ისტორიული მიღწევა. და მე არ ვიცი რამდენად მსგავს შედეგს მოიტანს ახალი კონფიგურაცია. მაგრამ ამ ვითარებიდან გამომდინარე, სადაც შეერთებული შტატები გეუბნება და გაჩვენებს, რომ ის აღარ აპირებს ამ როლის თამაშს, არ ვიცი, ბევრი სხვა არჩევანი მე მგონი ევროპელებს არ დარჩენიათ. კი, ძალიან საინტერესო გადასვლა არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეს გლობალური წყობა, რაზეც ახლა ვსაუბრობთ და რისი გადალაგების კონტურებსაც ახლა ვხედავთ, მეორე მსოფლიო ომის მერე ჩამოყალიბდა და ჩვენ ასევე ვახსენეთ ის ფაქტი, ვთქვით ის ფაქტი, რომ ბრიტანეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მარტო ებრძოდა ნაცისტურ გერმანიას. საინტერესოა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რა ტრანსფორმაცია განიცადა ბრიტანეთმა იმ მხრივ, რომ მას მოუწია ბევრი რაღაცის დათმობა, რომ შეენარჩუნებინა თავისი ეკონომიკა, თავისი შესაძლებლობები, მან იმპერია პრაქტიკულად დათმო იმპერია და რა გავლენები იქონია ამან თვითონ ბრიტანეთზე და მის სტატუსზე გლობალურ პოლიტიკაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იყო და აქ ხაზი უნდა გაესვას, რომ ეს იყო შეგნებული არჩევანი. ეს არჩევანი დადგა 1945 წლის მაისშივე, როდესაც ომის დროინდელ ლიდერს უინსტონ ჩერჩილს თავის კონსერვატიულ პარტიასთან ერთად ბრიტანელმა ამორჩეველმა უთხრა მადლობა, მაგრამ კარგად ბრძანდებოდეთ და ხმა მისცა ლეიბორისტულ პარტიას კლემენტ ეტლის, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში პროგრამით დაპირებით, რომ ის იზრუნვებდა არა უკვე შერყეული იმპერიის შენარჩუნებაზე და აქეთკენ მიმართავდა ბრიტანეთის რესურსებს და ეს უამრავ იმპერიას ახასიათებს დასუსტების დროს, ის მთელ ძალას და რესურსს ახმარს ამ იმპერიული სტატუსის შენარჩუნებას და უარესი შედეგი დგება ხო? ბრიტანელებმა სრულად შეგნებულად ხმა მისცეს სოციალურ-ეკონომიკურ რეფორმებს, მაგალითად, უფასო ჯანდაცვის სისტემას, სოციალური დახმარების სისტემას. ანუ მათ გააკეთეს პრაგმატული არჩევანი, უდიდესი ნაწილი ბრიტანელების უბრალოდ შეეგუა, რომ აი იმპერიულმა ფაზამ გადაიარა, რომ მათთვის პრიორიტეტული არის არა აუცილებლად ინდოეთზე და სხვა უზარმაზარ კოლონიებზე კონტროლის შენარჩუნება, არამედ პრაქტიკული კეთილდღეობა. და ამის შემდეგ იწყება უკვე ასე იგი თანმიმდევრული პროცესი დეკოლონიზაციის. არავის განსაკუთრებულად არ მისდევს ბრიტანეთი გინდა თუ არა როგორ ბედავ შენ უმადურო ჩემგან წასვლას, პირიქით უამრავ შემთხვევაში ბრიტანული ადმინისტრაცია, კოლონიური ადმინისტრაცია პირდაპირ უბრალოდ კი არ თანამშრომლობს ადგილობრივ ახალ ხელისუფლებას. არამედ მაგალითად აი ნიგერიაში არსებობდა მთელი ხანგრძლივი პროცესი წვრთნისა ადგილობრივი საჯარო მოხელეების, რომლებსაც უნდა გადაებარებინათ მმართველობა. ანუ ტრეინინგს უტარებდა ბრიტანული კოლონიური ადმინისტრაცია ადგილობრივ კადრებს იმისათვის, რომ გადაებარებინათ ის დემოკრატიული თუ ეკონომიკური თუ სხვა სტრუქტურები, რომელიც თვითონვე შექმნეს. და წავიდნენ იქიდან განსხვავებით ჩვენი მეზობლებისგან უნიტაზების მოგლეჯვისა და კაფელების დამტვრევის გარეშე. ამას პირდაპირ მნიშვნელობით ვამბობ, სხვათა შორის, ვინც არ იცის, ის ობიექტები, რომლებსაც მაგალითად რუსი სამხედროები ტოვებდნენ შეთანხმების შედეგად ჩვენთან, ხო? რაც იხსნებოდა მიქონდა და რაც არ იხსნებოდა პირდაპირ ნიშნობით ამტვრევდნენ. ესეთი რაღაცა ბრიტანელებს არ უკადრიათ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად უფრო მეტი გააკეთეს იმ ტერიტორიებისთვის, რომელსაც ისინი მართავდნენ, არ მინდა კოლონიალიზმის იდეალიზება არანაირად. ეს იყო ისტორიული ფაზა
და ეს ფაზა დამთავრდა და ეს ბრიტანელები უფრო ადრე გაიაზრეს, ვიდრე უამრავმა სხვა ადამიანმა. აგერ დღეს რუსეთი აწარმოებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ სისხლისღვრელ ომს იმის გამო, რომ ვერ ეგუება იმპერიული სტატუსის დაკარგვას. ხო? ასე რომ ბრიტანეთმა ეს პროცესი გაიარა შედარებით უფრო ცივილიზებულად, უმტკივნეულ ბოლომდე არ იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაზე უფრო მშვიდობიანად და ცივილიზებულად დაიშალა ბრიტანული იმპერია. ამ იმპერიის ყოფილი შემადგენელი ნაწილების აბსოლუტური უმრავლესობა დარჩა მეგობრულ პარტნიორულ ურთიერთობაში გაერთებულ სამეფოსთან. მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის თანამეგობრობის წევრი, რომლებსაც ერთმანეთთან აქვთ განსაკუთრებული მართლა ურთიერთობები, პოლიტიკური და ეკონომიკური და ასე შემდეგ. ასე რომ აი ეს გზა ბრიტანეთმა გაიარა როგორც უფრო მაღალი განვითარების ცივილიზებულმა ქვეყანამ, ვიდრე ბევრმა სხვამ. სხვათა შორის უამრავი სხვა ევროპული კოლონია სხვანაირ ისტორიას ეფუძნება და როგორც კოლონიზატორი ბევრად უფრო ასე ვთქვათ, ცუდი ისტორია აქვს იმ ყოფილ კოლონიებში და არანაირი ნოსტალგია, მაგალითად ბელგიელების ან ხშირ შემთხვევაში ფრანგების მიმართ ბევრს არ აქვს. ბრიტანეთის შემთხვევაში ცოტათი განსხვავდება. ბრიტანელების მიმართაც არსებობს უამრავი პრეტენზიები, კითხეთ ინდოელებს მაგალითად, ხო? მაგრამ უმეტესობა შემთხვევებში ეს იყო მშვიდობიანი ცივილიზებული განქორწინება და რაც თავია ბრიტანელების თავში წარმოდგენის ცვლილება საკუთარ ადგილზე და როლზე საერთაშორისო სისტემაში. აქაც ეს აუცილებლად უნდა ხაზგასმით ვთქვათ, რომ მიუხედავად ბრიტანული იმპერიის დაშლისა და წარმოიდგინეთ ხმელეთის მეოთხეც აკონტროლებდა თავის პიკში ბრიტანული იმპერია და შემდეგ ის უბრუნდება ერთი პატარა ზომის სახელმწიფოს მდგომარეობას, ხო? ის მაინც ინარჩუნებს თავის ზომასთან შედარებით არაპროპორციულად დიდ გავლენას მსოფლიო ურთიერთობებში. ნუ ერთი რომ ის რჩება დღესაც კი, როდესაც დღეს შედარებით ეკონომიკური თვალსაზრისით ისეთი მდგომარეობა არ არის, ყველაზე უფრო სასურველი, მაგრამ ის რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ეკონომიკად და სახელმწიფოდ, რომელსაც აქვს უზარმაზარი გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობებში, ის არის გაეროს უშუალო საბჭოს მუდმივი წევრი, ნატოს წამყვანი წევრი, როგორც თქვი, მსოფლიოს 10-ში ყოველთვის იქნება მისი ეკონომიკა, 5-შიც, ну აი უბრალოდ ხა იმდენად სწრაფად გაიზარდა ინდოეთი, ჩინეთი, რომ ეს 5-ეული პერიოდულად იცვლება ხოლმე. თქვენ უკვე ახსენეთ სადაზვერვო შესაძლებლობები, აი ამ საშუალო ზომის, საშუალო სტატუსის მქონე სახელმწიფოსთვის ის არის ისევ სუპერ სახელმწიფო, მაგალითად სადაზვერვო სფეროში. და მას აქვს საკუთარი ბირთვული შეკავების სისტემა. ასე რომ თავისი ზომისთვის ბრიტანეთმა შეინარჩუნა არაპროპორციულად დიდი ძალა საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში, ეს შეიძლება თქვა. თუ არის შესაძლებელი, რომ უფრო ჩაუშალოთ, ანუ როდესაც იმპერია დაიშალა, მიუხედავად ამისა, როგორც თქვით, მათ შეძლეს და შეინარჩუნეს კონკრეტულ მიმართულებებზე უპირატესობები, ანუ წამყვანი სახელმწიფოს როლი და რა ქსელები, რა ალიანსები აძლევს ბრიტანეთს იმის საშუალებას, რომ მან ეს ძალა ერთის მხრივ შეინარჩუნოს და მეორეს მხრივ პროექცია გააკეთოს ამ ძალის და გამოიყენოს თავისი გავლენების შენარჩუნების მიზნით. ნუ აქამდე ეს ძალა არასდროს განიხილებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებისგან მოწყვეტით. მისი ბირთვული პოტენციალიც კოორდინირებული იყო ძალიან დიდ წილად შეერთებულ შტატებთან, ჩემს მიერ ხსენებული უზარმაზარი სადაზვერვო რესურსი ასევე ღრმად ინტეგრირებული და კოორდინირებული იყო შეერთებულ შტატებთან, მაგრამ ასევე 5 თვალის დანარჩენ მონაწილეებთან, ეს არის ინგლისურენოვანი სამყაროს დანარჩენი წარმოადგენლები, კანადა, ახალი ზელანდია, ავსტრალია
ბრიტანეთთან ერთად და თავისთავად შეერთებული შტატები და დღეს აი პირველად ბოლო ხანებში გაჩნდა კითხვები არის თუ არა სწორი ამ სისტემაში შეუზღუდავი მონაწილეობა მაგალითად ბრიტანეთის განსხვავებით შეერთებული შტატებისგან ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება რომელსაც იღებს ბრიტანული მთავრობა არის პირდაპირ კავშირში პარლამენტთან ამ მთავრობის ურთიერთობის. ანუ პარლამენტიდან ამოიზრდება თუ პარლამენტში არ არის მიღებული თანხმობა, პრაქტიკულად არაფერი არ მუშაობს ბრიტანულ პოლიტიკაში. იმიტომ რომ მთავრობა არის პარლამენტის გაგრძელება, პირდაპირ მნიშვნელობით. პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული ყველა კაბინეტის წევრი არის პარლამენტის წევრი. და ვერ მიიღება ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც არ არის პარლამენტისგან თანხმობა მიცემული. აი განსხვავებით იმისგან, როგორც ახლა არის შეერთებული შტატების პოლიტიკურ სისტემაში. ახლა იქაც წერია, რომ ომის წარმოების უფლება არ აქვს შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ადმინისტრაციას კონგრესთან თანხმობის გარეშე. ოღონდ მას შეუძლია 60 დღის განმავლობაში ომის საომარი მოქმედების წარმოება და მერე ჭირდება ხო კონგრესის თანხმობა 60 დღის მერე რამ მდგომარეობა იქნება, როგორ შეიძლება კონგრესი უარის თქმას ძნელ წარმოსადგენელია, მაგრამ ასეა. ფაქტია, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ძალიან ხშირად განსაკუთრებით ტრამპის პირობებში მოქმედებს კონგრესის ნების საწინააღმდეგოდ. ბრიტანეთში ეს შეუძლებელია და აი მაგალითად, როდესაც ჩვენ ვიხილეთ საჰაერო დარტყმები კარიბის რეგიონში ვენესუელის სხვადასხვა თითქოს და ნარკოტრაფიკის განმახორციელებელ ნავებზე ბრიტანეთში გაჩნდა, პარლამენტში გაჩნდა ძალიან სერიოზული კითხვები, არის თუ არა მიზანშეწონილი სადაზვერვო ინფორმაციის მიცემა კარიბის რეგიონში ბრიტანეთს აქვს ყველაზე უფრო განტოტვილი და მნიშვნელოვანი ეფექტური სადაზვერვო ინფრასტრუქტურა. არის თუ არა მიზანშეწონილი ისეთი სადაზვერვო ინფორმაციის მიცემა, რომლის შედეგადაც სამოქალაქო მსხვერპლი წარმოიქმნება. ახლა მე არანაირად გული არ შემტკივა ნარკოტრაფიკის მონაწილეებისადმი, მაგრამ ესე საჰაერო დაბომბვები ადამიანებისადმი, რომლებსაც თქვათ გასამართლების შემთხვევაში სიკვდილს არ მიუჯიდნენ, საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ბრიტანეთის პარლამენტში გაჩნდა ეს კითხვები. ხო? ასე რომ ბრიტანეთს აქვს ეს ფუნქცია, ოღონდ ეს ფუნქცია აქამდე იყო პირდაპირ ინტეგრირებული შეერთებულ შტატებთან და აი ხა არის ძალიან ბევრი კითხვა ამასთან დაკავშირებით. კი, ერთს დავამატებ მაგ მიმართულებით, რომ ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რამდენად კანონებზე დაფუძნებული არის ქმედებები, რასაც აკეთებენ განსაკუთრებით ბრიტანეთში, იმიტომ რომ ანუ ის პრობლემა, რაც შეიქმნა არის, რომ ჩვენ შემთხვევით ხო არ უწყობთ ხელს დანაშაულის ჩადენას და რამდენად მიზანშეწონილი არის ამ დანაშაულის ჩადენა, იმიტომ რომ შემდგომ ეს ყველაფერი გამოძიებული შეიძლება იყოს და კონკრეტული პირების პოლიტიკური კი არა, სამართლებრივი პასუხისგებლობაც იყოს. დაახლოებით იგივე პოზიციები ისმის ხოლმე სხვადასხვა ანალიტიკოსებიდან ირანთან მიმართებაში, რომ რამდენად ესადაგებოდა ის ქმედებები, რა ქმედებებიც განხორციელდა საერთაშორისო სამართალს და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ბრიტანეთი არ ჩაერთო თავდაპირველად ამ ყველაფერში არის ის ანალიტიკური დასკვნა, რასაც ექსპერტები აკეთებენ, რომ ბრიტანეთში შიგნით პოლიტიკური ელიტა მიიჩნევს, რომ ეს არ არის სამართლებრივი გადაწყვეტილება ამერიკის მხრიდან და ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თავიდან არ ჩართულიყვნენ და შემდეგ უკვე როგორც თქვენ თქვით ირანმა, როდესაც თავის მეზობლებზე და უკვე ბრიტანეთის ინფრასტრუქტურაზე და მის მოკავშირეებზე დაიწყო შეტევების განხორციელება, შემდეგ უკვე სამართლებრივად მიზანშეწონილი გახდა თავდაცვით ოპერაციებში ჩართვა და სამხედრო ბაზების დათმობა სხვადასხვა მიმართულებები. კი ბატონო, პირველი ბრიტანეთი არის უეჭველად სამართლებრივი სახელმწიფო და კანონის უზენაესობის სამშობლო. ინგლისში გამოიგონეს კანონის უზენაესობის ცნება. ისევე როგორც ის, რასაც დღეს ჩვენ უწოდეთ ადამიანის უფლებებს, სასამართლოს დამოუკიდებლობას და ასე შემდეგ, ინგლისში გამოიგონეს მე-13 საუკუნეში და ამას მოყვა მერე ევოლუციური პროცესი, რომლის შედეგადაც ჩამოყალიბდა დღეს ყველაზე უფრო მეტად განვითარებული ლიბერალური დემოკრატიის საფუძვლები, რასაც ქვია, ხო? რომ ადამიანის სიცოცხლე, ქონება და უფლებები არის დაცული, ეს ჯერ კიდევ
თავისუფლების დიდ ქარტიაში იქნა ჩაწერილი 1215 წელს. ხო, რომ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, რომლის წინაშე უნდა წარადგინოს ხელისუფლებამ ნებისმიერი ბრალდებული იმისათვის, რომ შეუზღუდოს მას თავისუფლება ან ქონება, მით უმეტეს სიცოცხლე წაართვას და ასე შემდეგ. რომ იმავე კანონებს ემორჩილება მონარქიც კი, როგორც ყველა დანარჩენი და მე-19 საუკუნეში ვიხილეთ მონარქის გასამართლება და ასე შემდეგ. მაგრამ მეორე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი არის ძალიან ხშირად ხელისუფლებები ცდილობენ შემოვლით გზებს, როდესაც რაღაცას მიიჩნევენ, არც თუ ბოლომდე სამართლებრივად გამართოს. მიზანშეწონილობაზე არის ხოლმე უფრო ხშირად აქცენტი და ამ შემთხვევაში ბრიტანეთის გამტყუნება, რომ მან სამართლებრივი მიდგომა არჩია და ამის გამო არ გაუწია თავიდანვე მხარდაჭერა შეერთებულ შტატებს ამ ოპერაციაში, უბრალოდ უსამართლო იქნება, იმიტომ რომ როგორც თქვი, თავიდანვე შეერთებულ შტატებს არ უწარმოებია კონსულტაციები არც ბრიტანელებთან, არც სხვა მოკავშირეებთან, ფაქტის წინაშე დააყენა ისინი და იმის მოლოდინი, რომ მე ომს დავიწყებ და შენ მერე წამომეწევი, უბრალოდ არასერიოზულია. და მეორე იგივე პრემიერ-მინისტრ სტარმერს ტრამპმა სულად უკმეხი პასუხი გასცა მას შემდეგ, რაც სტარმერმა მიიღო გადაწყვეტილება რეგიონში საჰაერო ძალების გარკვეული რესურსების გადასროლის შესახებ, ავიაგამანადგურებლები, ვერტმფრენები იქნა გადატანილი სპარსეთის ყურის ბრიტანულ ბაზებზე და თავის მოკავშირეებთან და მეორე მან განაცხადა, რომ ბრიტანეთი მზად არის უფრო აქტიური როლი მიიღოს მას შემდეგ, რაც ირანმა მიიტანა იერიში მის სამხედრო ბაზაზე. ესე რომ აქ სამართლებრივი საკითხები არ გამოუყენებია ბრიტანეთს როგორც საბაბი იმისა, თუ რატომ არ ჩაერთო თავიდანვე. არ ყოფილა კონსულტაციები, არ ყოფილა შეთანხმება და ასე არ იწყება მნიშვნელოვანი სამხედრო კამპანიები მოკავშირეებთან კონსულტაციების და თანხმობის მიღების გარეშე. კი ბატონო, ჩვენ ვახსენეთ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ბრიტანეთის ძალის გაძლიერებას აკეთებს, ნატო მაგალითად, სადაც ბრიტანეთი ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა, 5 თვალის ორგანიზაცია, რაც პრაქტიკულად ოპერატიულ წვდომას აძლევს მთელ დედამიწაზე, ერთ-ერთ უძლიერეს სადაზვერვო ორგანიზაციად აყალიბებს ბრიტანეთის Mi-6, ასე ვთქვათ. მათ ასევე აქვთ უზარმაზარი წვდომა ფინანსურ რესურსებზე და არის მსოფლიოს ფინანსური ცენტრი, მაგრამ არის ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ მათ ძალიან დიდი დრამის შემდეგ დატოვეს, ეს არის ევროკავშირი. ბრიტანეთი იყო ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი წევრი, მათ 2016 წელს რეფერენდუმის შედეგად მიიღეს ბრეგზიტის ეგრეთ წოდებული გადაწყვეტილება და საინტერესო არის თვითონ ეს პროცესი, რა გათვლებზე იყო ეს ბრეგზიტი დაფუძნებული და შეურყია თუ არა ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლამ ძალაუფლების მიმართულებით, ანუ შეარყია თუ არა მისი ძალაუფლება გლობალურ პოლიტიკაში. ცოტა უკიდან დავიწყებთ. ბრიტანეთმა მისი იმპერიის რღვევის პროცესში და პარალელურად შეიქმნა მოგეხსენებათ 50-იან წლებში ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა, მაშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქცენტი გაეკეთებინა სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე თანამეგობრობის ქვეყნებთან, თავისი ყოფილი იმპერიის თანამეგობრობის წევრებთან. და მე აღმოჩნდა, რომ ყველა ეს ქვეყანა თითქმის გარდა კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის არის ეკონომიკურად უფრო ჩამორჩენილი, ნაკლებად განვითარებული სახელმწიფო და როდესაც შენი სავაჭრო კავშირები შემოფარგლულია შენზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებით, ეს შენს ეკონომიკაზე მოქმედებს და ბრიტანეთის 60-იანი წლებისთვის უკვე სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს განიცდიდა და 1973 წელს მათ ცადეს შესვლა ევროპულ გაერთიანებაში, მაგრამ მაშინ ეს საფრანგეთმა დაბლოკა. დე-გოლის მოტივი იყო ის, რომ ბრიტანეთი ზედმეტად მჭიდროდ ასოცირებულია შეერთებულ შტატებთან, რომ შეერთებული შტატები მოიპოვებდა რაღაც გავლენას ევროპული თანამეგობრობის გადაწყვეტილებებზე. მაგრამ საბოლოო ჯამში
73 წელს ბრიტანეთი შეუერთდა ამ გაერთიანებას, 75 წელს ჩატარდა კიდევაც რეფერენდუმი, რომელშიც კონსერვატორები ტეჩერის მეთაურობით აქტიურად მხარს უჭერდნენ ბრიტანეთის ევროპულ გაერთიანებაში დარჩენას და მის აქტიურ როლს. 80-იან წლებში ტეჩერი გამოვიდა ერთ-ერთ ლიდერად იმისა, რადაც მერე მივიღეთ ევროპის ერთიანი აქტი, ანუ საერთო ბაზარი. საერთო ბაზრის შექმნაში ბრიტანეთმა ტეჩერმა შეიტანა მნიშვნელოვანი როლი. მაგრამ ყოველთვის იყო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ევროპულ გაერთიანებაში ბრიტანეთის მონაწილეობას უყურებდა სკეპტიციზმით, იმიტომ რომ ისინი მიჩნეულნი იყვნენ, რომ ბრიტანეთი იყო რაღაც უზარმაზარი გაერთიანების ცენტრი თავად და არა ნაწილი რაღაცა გაერთიანებისა. ანუ ევროსკეპტიციზმი ყოველთვის არსებობდა და მაშინ განსაკუთრებით როდესაც ის გარდაიქმნა ევროპის კავშირად, ეს ერთგვარი დისტანცირების მცდელობები ჩვენ ვიხილეთ. მაგალითად, ბრიტანეთმა გადაწყვიტა არ შესულიყო რამდენიმე იმ სფეროში, რომელიც განსაზღვრავდა ევროკავშირის მნიშვნელოვან მიმართულებას. მაგალითად, მონეტარულ კავშირში არ გაწევრიანდა, როგორც ყველა მიცის, ის სასაზღვრო კავშირში, შენგენში არ შევიდა და ასევე რამდენიმე სოციალურ პროგრამაში მან თქვა უარი მონაწილეობაზე. რომ ის ბოლომდე არ იყო სრულად ინტეგრირებული ევროკავშირში. იყო რა თქმა უნდა და მნიშვნელოვან როლსაც ასრულებდა, მაგრამ იყო სფეროები, რომლებშიც ის თავს იკავებდა, ხო? ანუ ერთის მხრივ ევროსკეპტიციზმი რაღაც დონეზე ყოველთვის არსებობდა, მაგრამ მიზეზი რის გამოც ჩვენ ვიხილეთ ჯერ რეფერენდუმი და მერე ამ რეფერენდუმში ევროკავშირიდან გამოსვლის გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირში არ არის ბრიტანეთის ინტერესებთან, ჩემი აზრით და ამაზე დამიწერია რამდენჯერმე და ჩემი სტატიები ბრექსიტის შესახებ ხელმისაწვდომია მათ შორის ინტერნეტში. ჩემი აზრით ჩვენ ვიხილეთ პირველი თვალნათლივი მაგალითი იმისა, რომ პოპულიზმმა, ანუ უპასუხისმგებლო დაპირებების გამოყენებამ შეიძლება შედეგი მოიტანოს მათ შორის ყველაზე განვითარებულ დემოკრატიაში. და ამავე წელს 2016 წლის ნოემბერში ჩვენ ვიხილეთ შემდეგ უკვე ტრამპის გამარჯვება. ანუ ბრიტანეთი და შეერთებული შტატები იყვნენ პირველი ორი ქვეყანა, სადაც ორი ყველაზე განვითარებული დემოკრატიები, სადაც პოპულიზმმა ჩემი აზრით გაიმარჯვა. მარტივად ვიტყვი, რატო ვთვლი ასე, ბრექსიტის მესვეურები ბრიტანელებს პირდებოდნენ, რომ ევროკავშირიდან გამოსვლის შედეგად ქვეყანა გათავისუფლდებოდა ევრობიუროკრატიისგან, იმ დირექტივებისგან, რომლებიც მათი ინტერპრეტაციით ზღუდავდა ბრიტანულ ეკონომიკას და ამ ბორკილებისგან განთავისუფლებული ბრიტანეთი დადებდა ისეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას სხვა დიდ ქვეყნებთან, რომლებიც ააყვავებდა ბრიტანულ ეკონომიკას. შედეგად მივიღეთ ყველა პასუხისმგებლობის მქონე ეკონომისტი ამბობდა, რომ უკეთეს შემთხვევაში ბრიტანეთი სინამდვილეში დაკარგავდა თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ს. დღევანდელი მონაცემებით ბრიტანეთმა დაკარგა ბრექსიტის გამო 6-დან 8%-მდე მთლიანი შიდა პროდუქტი. ეს უზარმაზარი ეკონომიკური დანაკარგია, რომელიც სულად თვალსაჩინო და აშკარა იყო, როდესაც შენ გამოდიხარ შენი საგარეო ვაჭრობის ყველაზე დიდი ბაზრიდან, რომელზედაც გაქვს წვემა ყველანაირი შეზღუდვების გარეშე, ანუ როგორც შიდა ბაზარზე ისე ვაჭრობ ევროკავშირის ბაზარზე, რომელიც გაქვს შენს გვერდით, აიქო შენ ტერიტორიასთან არის პირდაპირ, ხო? და ამბობ, რომ ამას ჩაანაცვლებ სხვა დიდი ბაზრებით, რომც ეს რეალისტური ყოფილიყო, ჩანაცვლება არ არის ადვილი, ნებისმიერი ახალი სავაჭრო შეთანხმების დადებას უკეთეს შემთხვევაში ჭირდება ხოლმე 8, 10, ზოგჯერ 12 წელი. და ეს რომს მალევე მომხდარიყო, ესეთი ბაზარი უკეთეს შემთხვევაში უნდა ყოფილიყო ერთი ოკეანის გადაღმა. ანუ ეს თავიდანვე აშკარა იყო ყველა ეკონომისტისთვის, რომ ეს აბსოლუტურად უპასუხისმგებლო დაპირება იყო. ეს ერთი. მეორე დაპირება იყო, რომ სუვერენიტეტი უნდა აღვიდგინოთ. როგორ შეიძლება სუვერენიტეტის გაზიარება ვინმესთან? უბრალოდ გადაცემა სადმე. სინამდვილეში არაფერი არ ყოფილა გადაცემული და ეს ჩვენს გვეხება, ახლა იგივე პროპაგანდას აწარმოებენ ჩვენ ქვეყანაში. ევროკავშირის წევრობა სუვერენიტეტის გაცემას კი არ გულისხმობს, სუვერენიტეტის გაზიარებას ნიშნავს.
შენ რომ რაღაცა გადაწყვეტილებებზე გადაწყვეტილების მიღებას ანდობ რაღაც საერთო კოლექტიურ ცენტრს, შენ ასევე იგივე მექანიზმით გეძლევა გავლენა სხვა ქვეყნებზე. აი მაგალითად, პატარა ქვეყანას ნებისმიერს ევროკავშირის შეუძლია დაბლოკოს გადაწყვეტილებები ევროკავშირის, ძალიან ხშირად ბოროტად სარგებლობენ, ხოლმე მაგალითად უნგრეთი ბოროტად სარგებლობს ამ მექანიზმით. მაგრამ შენ არა მარტო გასცემ, არამედ იღებ გავლენას სხვების სუვერენიტეტზე. ანუ ეს არის თანამშრომლობის, თანაგაზიარების მექანიზმი. ეს იყო, რომ აი ოდეს ყოფილ არც აქამდე ინგლისური, ბრიტანული კანონები ბრუსელსა შინა მიეღოთ. დაიბრუნეს ვითომ სინამდვილეში რა მოხდა სუვერენიტეტთან დაკავშირებით. 2014 წელს შოტლანდიაში ჩატარდა დამოუკიდებლობის თემაზე რეფერენდუმი, რომელშიც გადაწყვეტილება მიიღეს, რომ მათ უნდათ დარჩენა გაერთიანებულ სამეფოში. ოღონდ ამ გადაწყვეტილების უმთავრესი საფუძველი იყო, რომ შოტლანდიელებმა გადაწყვიტეს, რომ მათ უნდათ ევროკავშირში დარჩენა. რომ გამოსულიყვნენ გაერთიანებულ სამეფოდან, ისინი აღმოჩნდნენ ევროკავშირის მიღმა და ევროკავშირში ისინი ვეღარ შევიდოდნენ. და 2016 წელს რეფერენდუმით შოტლანდიელები, რომლებმაც ევროკავშირში დარჩენასაც მისცეს ამ რეფერენდუმში, ხმა, უცბად აღმოაჩინეს, რომ მათ სხვებმა გამოათრიეს ისინი ევროკავშირიდან. შესაბამისად, საკითხი, რომელიც იყო დაძინებული იყო, რომელიც გადაწყვეტილება გადახაზული იყო, ახლიდან მიიღო ლეგიტიმაცია. მართალია ჯერჯერობით შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას იმის პოლიტიკური რესურსი არ აქვს, რომ ეს რეფერენდუმი ახლიდან გაიტანოს, თუ ამას ჭირდება თანხმობა ლონდონისგან. მაგრამ სულ მცირე ეს საკითხი, რომელიც დახურული იყო, ევროკავშირიდან გამოსვლამ დააბრუნა პოლიტიკურ დღის წესრიგში და მომავალში თუ შოტლანდიაში ამ საკითხს უფრო ენერგიული და უფრო წარმატებული მესვეული ეყოლება, ის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნდება. ეს ერთი. მეორე, ჩრდილოეთ ირლანდიაში კონფლიქტი ირლანდიის გაერთიანების და გაერთიანებულ სამეფოში დარჩენის მსურველთა შორის და მთელი ტერორისტული ომი იყო ამასთან დაკავშირებით 70-იანი წლებიდან მოყოლებული, ხო? როგორც იქნა ეს კონფლიქტი იქნა მოგვარებული 90-იანი წლების ბოლოს დიდი პარასკევის შეთანხმების საფუძველზე, წითელი პარასკევის შეგვიძლია დავარქვათ, Good Friday Agreement ასე ქვია, 98 წელს ამერიკის შუამავლობით და ასე შემდეგ, როდესაც ირლანდიის რესპუბლიკური არმია განიარაღდა და შეთანხმდნენ რაღაც ავტონომიურ მმართველობაზე გაერთიანებულ სამეფოს შიგნით და მიიღეს სტაბილურობა და მშვიდობა. ოღონდ ამის საფუძველი იყო ის, რომ ჩრდილოეთ ირლანდიას და დანარჩენ ირლანდიას შორის არ იარსებებდა არანაირი ფიზიკური, ეკონომიკური, პოლიტიკური საზღვარი. ანუ ჩრდილოეთ ირლანდიელს თუ ის კათოლიკე იყო და თავს თვლიდა ირლანდიის პატრიოტად, ხო? შეძლო ეცხოვრა გაერთიანებული სამეფოს შიგნით, მაგრამ ყველანაირად ყოფილიყო ირლანდიელი ყოველდღე ევოლო საზღვრის აქეთ-იქით ან სავაჭროდ, ან სამსახურში, ან სასწავლად, ისე რომ ვერც გაიგებდა, რომ ის კვეთს რომელიმე საზღვარს. მაგრამ თუ შენ იყავი და ხარ გაერთიანებულ სამეფოს მომხრე, შენ ცხოვრობ შენს გაერთიანებულ სამეფოში, სარგებლობ ბრიტანული ფუნტით და ასე შემდეგ და ყველა პოლიტიკური უფლება გაქვს. ეს ყველაფერი პრაქტიკულად კითხვის ქვეშ დგება და დღემდე არ არის მოგვარებული ეს საკითხი, იმიტომ რომ ევროკავშირიდან თან გამოსვლა საბაჟო კავშირიდან და ერთიანი ეკონომიკური სივრციდან. გულისხმობს, რომ ევროკავშირის ქვეყანასა და იქიდან გამოსულ ქვეყანას შორის უნდა არსებობდეს ფიზიკური საზღვარი. თავისი საპასპორტო კონტროლი, თავისი საბაჟო კონტროლი, რანაირ შეთანხმებასაც არ უნდა მიაღწიო თავისუფალ ვაჭრობაზე, სუვერენიტეტის ამგვარი აღდგენა ნიშნავს, რომ შენ უნდა გქონდეს ფიზიკური საზღვარი. ეს ფიზიკური საზღვარი დღემდე არ არსებობს ირლანდიას და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის. რეალურად არსებობს გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირის შორის და იცით სად არის?
ეს არის დიდი ბრიტანეთის კუნძულს და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის. ანუ ტვირთები ეკონომიკური სავაჭრო აქტივობა გრძელდება ჩრდილოეთ ირლანდიასა და ევროკავშირის წევრ ირლანდიას შორის ისე როგორც იყო მანამდე, მაგრამ ეს ტვირთები რომ მოხვდეს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, მათ საბაჟო პროცედურები და ყველაფერი უნდა გაიაროს ჩრდილოეთ ირლანდიასა და დანარჩენ ბრიტანეთს შორის. ანუ ეს ნიშნავს, რომ ბრიტანეთის სუვერენიტეტი ჩრდილოეთ ირლანდიაზე შემცირდა, სულ მცირე ეკონომიკურ სფეროში. და ადრე თუ გვიან, თუ ბრიტანეთი რჩება ევროკავშირიდან ცალკე და თუ ის არ ვერანაირი შეთანხმება მას ვერ მოაგვარებს. იმიტომ რომ როგორც კი აღიმართება პირველივე ღობე, პირველივე ჯიხური დაიდგება საპასპორტო სხვა შემოწმების, იმას მოხდება ბომბი, ეს შემიძლია გითხრათ ზუსტად. ანუ ბრიტანეთის გამოსვლა, გაერთიანებული სამეფოს გამოსვლამ ევროკავშირიდან კი არ გაამყარა მისი სუვერენიტეტი, არამედ ორი დიდი კითხვა გააჩინა. და მესამე საკითხი იყო, რომელმაც პრინციპში გადაწყვიტა ეს პოპულისტური მეთოდებით უმრავლესობის ხმები. ეს იყო რომ აი ევროკავშირის წევრი რომ ვართ და ჩვენ არ გვაქვს მათთან საზღვარი და რომ ევროკავშირის მოქალაქეებს აქვთ თავისუფლად გადაადგილების და სხვაგან ცხოვრების, მათ შორის ჩვენთან ცხოვრების უფლება, ამიტომ არის რომ აივსო გაერთიანებული სამეფო იმიგრანტებით და აი ამოგვივიდა ყელში და აღარ გვინდა და გამოვალთ ევროკავშირიდან ჩვენ იმიგრაციის საკითხს მოვაგვარებთ. შედეგი იყო ზუსტად ისეთივე, როგორც წინა ორ შემთხვევაში, საპირისპირო. 2022-23 წლებში გაერთიანებულ სამეფოში დაამყარეს რეკორდი უკანონო იმიგრაციის, საერთო იმიგრაციის და მათ შორის უკანონო იმიგრაციის. რატომ? ძალიან მარტივად. ევროკავშირის ფარგლებში არსებობდა შეთანხმება და ვალდებულება ყველა ევროკავშირის წევრი ქვეყნისა, რომ თუ მათ ტერიტორიაზე მეორე ევროკავშირის წევრი ქვეყნა შემოვიდა უკანონოდ მიგრანტი, ამ ქვეყანას შეეძლო მოეთხოვა წინა ქვეყნისგან ამ ადამიანის უკან დაბრუნება. აი თუ ვიღაცა უკანონოდ შევიდა ევროკავშირში პირველ ქვეყანაში, რომელშიც შედის, იმას აქვს ვალდებულება დაიბრუნოს ეს მიგრანტი იმ ქვეყნიდან, რომელშიც მე აქედან ისწავა. აი ბრიტანეთში რო ჩამოდიოდნენ ევროკავშირიდან მიგრანტები, არა ევროკავშირის მოქალაქეები. ევროკავშირის კონტინენტური ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ჰქონდათ ვალდებულება ბრიტანეთიდან მათი უკან დაბრუნების. ეს ვალდებულება გაქრა როგორც კი ევროკავშირიდან გამოვიდა გაერთიანებული სამეფო. შეგედეგათ რა მივიღე? რომ ბრიტანეთში აღარ ჩამოდიან ისე მასობრივად კი პრაქტიკულად ზოგი უკან წავიდა. პოლონეთიდან, გერმანიიდან, სლოვენიიდან, სლოვაკეთიდან და ასე შემდეგ ამ ქვეყნებიდან მოქალაქეები, რომლებიც ჩასვლისთანავე იქ წვლილი შექონდათ ბრიტანულ ეკონომიკაში, მუშაობდნენ სხვადასხვა სექტორებში, განსაკუთრებით ეს ეხებოდა ჯანდაცვის და იქ ვთქვათ მოხუცების მოვლის, უამრავი სხვა, რომელზეც დამოკიდებული იყო ბრიტანეთი. ეს ხალხი მოაკლდა სამაგიეროდ ახლო აღმოსავლეთიდან, ჩრდილო აფრიკიდან, ავიცი მე პაკისტანიდან, ინდოეთიდან, ავღანეთიდან ჩამოსულები ევროკავშირში, ეხლა ნავებით გადადიან გაერთიანებულ სამეფოში და უკან მათ ევროკავშირი აღარ იღებს. შესაბამისად, ევროკავშირიდან გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რეკორდი დამყარდა იმიგრაციის საერთო დონის. თან შეიცვალა ამ იმიგრაციის სტრუქტურა. თუ მანამდე უმრავლესობა იყვნენ ევროპელები, რომლებიც ბრიტანულ ეკონომიკას სასიცოცხლოდ ჭირდებოდა, ეხლა უმრავლესობა არიან ეკონომიკური მიგრანტები, ისეთი ქვეყნებიდან, რომელიც აი იმ ხალხს, ვინც თქვათ პირდაპირ ცოტათი ქსენოფობიურად იყვნენ განწყობილი და არ უნდათ ეს შენი უცხოელი, ყველაზე მათთვის მიუღებელი ტიპის უცხოელები არიან, რომლებიც მათგან განსხვავდებიან კულტურით, რელიგიით და ყველაზე უფრო ნაკლებად სავარაუდოა მათი ინტეგრაცია ბრიტანულ საზოგადოებაში და რომლებსაც პირველივე დღიდან ესაჭიროებათ სოციალური დაცვის მექანიზმი. ანუ ბრიტანულმა ბიუჯეტმა უნდა გადაიხადოს მათი ყოფნის, მათი ცხოვრების ხარჯები, განსხვავებით იმისგან, რაც იყო ევროკავშირის მოქალაქეების შემთხვევაში, როდესაც ისინი ჩამოდიოდნენ, მუშაობდნენ, შექონდათ წვლილი ბრიტანულ ეკონომიკაში. ასე რომ, ეკონომიკა დაზარალდა, სუვერენიტეტი კითხვის ქვეშ დადგა სულ მცირე ორ შემთხვევაში და მესამე იმიგრაცია გაიზარდა. ნუ ახლა ამაზე უფრო ნათელი მაგალითი იმისა, რომ
პოპულისტური კამპანიები აზარალებს სახელმწიფოს, ეს არის ფაქტი, რომ პოპულისტებს არ აქვთ შეზღუდვები იმაში თუ რას დაპირდებიან, როგორ მოატყუებენ ამორჩეველს და მე არიციან როგორც წესი არასდროს არ ვარგიან სახელმწიფოს მართვაში, არც ეკონომიკურად და არც პოლიტიკურად. კი ბატონო. ევროკავშირიდან გასვლა, როგორც აღწერეთ, იყო ძალიან რთული და დღემდე არ არის მოგვარებული რაღაც ეტაპები და აქედან მინდა გადასვლა გავაკეთოთ იმ გადალაგებებზე, რა გადალაგებებიც ახლა მიმდინარეობს და ბრიტანეთის მხრიდან, ასე ვთქვათ, ამერიკის მიმართულებით განწყობების ცვლილებაზე. ჩვენ როგორც ვთქვით, ის ბრიტანეთი არის ნატოს წევრი, ჩვენ როგორც ვთქვით, ბრიტანეთი არის ხუთი თვალის წევრი, ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, თავდაცვის ორგანიზაცია, უსაფრთხოების ორგანიზაცია, რომელშიც ისინი არიან გაწევრიანებულები და რაც მათ ძალას აძლევს, ასევე იქ არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთანაც ძალიან გადაჯაჭვული არის განსაკუთრებით თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით. ეს არის ბირთვული იარაღის წარმოება, დამიზნება, გაშვება და ასე შემდეგ. არ არის იმდენად სუვერენული ბრიტანული ბირთვული იარაღი, როგორც მაგალითად ფრანგული არის. ამერიკელების მხარდაჭერა ჭირდება, დაზვერვად შესაძლებელია რაღაც მიმართულებით ეყრდნობა ამერიკულ გამოცდილებას და შესაძლებლობებს, რა თქმა უნდა, ნატოში ამერიკას ეყრდნობა ბევრ რაღაცაში. ის ცვლილებები, რაც ამერიკის მიმართულებებით არის, ის რეალიზაცია, გააზრება იმისი, რომ ევროპა მაინდა-მაინც არ არის ამერიკის ინტერესი და ევროპელებმა დამოუკიდებლად უნდა შეძლონ რაღაც ინსტიტუციების შექმნა, თავდაცვის უზრუნველყოფა, დამოუკიდებელი ბირთვული ქოლგის შექმნა. რა მიმართულებებით აწვევა ბრიტანეთს და რა პრობლემებს უქმნის მის ამჟამინდელ სტატუსში, რომ მისი ბევრი თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულება ინტეგრირებულია და რაღაც შემთხვევაში დამოკიდებულია ამერიკაზე. ხო, ეს ასევე კავშირშია ბრექსიტთან, რომ ბრექსიტმა კიდევ უფრო მეტად შეზღუდა ბრიტანეთის მანევრირების თავისუფლება. მაგალითად, ბრექსიტის შემდეგ გაერთიანებული სამეფო განსაკუთრებული ყოყმანის გარეშე დათანხმდა შეერთებულ შტატებს ახალ თავდაცვით პაქტში გაერთიანებაზე, ამას ქვია აუკუსი, როდესაც ის შეერთებულ შტატებთან და ავსტრალიასთან ერთად ჩამოყალიბდა ახალ პაქტში, რომლის ამოცანა არის ავსტრალიის წყალქვეშა ფლოტის, ბირთვული წყალქვეშა ფლოტის შექმნაში მონაწილეობა. და ეს არის ჩინეთის შემაკავებელი, ასე ვთქვათ, პაქტი და შეიძლება სულაც არ არის გარანტირებულად, აუცილებლად ბრიტანეთის ეროვნული ინტერესისთვის ისეთი აქტუალური, როგორც არის შეერთებული შტატებისთვის. მაგრამ აქ დიდი არჩევანი ბრიტანეთს ალბათ არც ექნებოდა, ზუსტად იმის გამო, რომ მისი ამერიკის შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულობა ბრექსიტის შედეგად გაიზარდა, იმიტომ რომ მას სურდა და მისი სტრატეგიული ამოცანა იყო, რომ რაც შეიძლება მალე გაეფორმებინა მაგალითად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შეერთებულ შტატებთან, რომელიც დღემდე არ არსებობს. და ალბათ არც იქნება, საერთოდ რატო იყო ამის მოლოდინი, კიდევ ერთხელ ვამბობ, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ დიდ სახელმწიფოებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების დადება სჭირდება მრავალი წელი. და შეერთებულ შტატებში ერთის მხრივ, როდესაც რეფერენდუმი ტარდებოდა, მაშინ ჯერ კიდევ ობამა იყო პრეზიდენტი და ის არანაირად არ იჩქარებდა ბრიტანეთის დაჯილდოებას ევროკავშირიდან გამოსვლისთვის და პრეზიდენტ ტრამპი, რომელიც აქტიურად ხარს უჭერდა ბრექსიტს და ბრექსიტის ყველაზე უფრო რადიკალურ მომხრე პოლიტიკოსებს ბრიტანეთის შიგნით, ამის პარალელურად თვითონ არის პროტექციონისტი და არანაირად ბრიტანეთისთვის რაიმე განსაკუთრებული პრივილეგიების მიცემას არ აპირებდა არც ერთი წუთი და შედეგიც ის არის, რომ ჯერ არსებობს ესეთი შეთანხმება. ხო, რა არჩევანი რჩება ბრიტანეთს? აი, ეხლა არის ამის გადააზრების პროცესი მიმდინარეობს. მე კიდევ შემიძლია დამემატებინა კიდევ ერთი ეფექტი ნეგატიური ბრექსიტისა, რომ ჯერ კიდევ კონსერვატიული მმართველობის დროს ბრექსიტის შედეგად ბრიტანეთმა მიაღწია გადასახადების აბსოლუტურ ისტორიულ მაქსიმუმს. ანუ ბრექსიტმა ყველა მიმართულებით მხოლოდ უარყოფითი გავლენა მოახდინა ამ ქვეყანაზე.
ხო არა რაღაცა კარგი მოხდა და რაღაცა ცუდი. აი ყველა მიმართულებით ეკონომიკური და აი ხო უბრალოდ მაშინ გამორჩა საგადასახადო თვალსაზრისითაც საგადასახადო წნეხი გაიზარდა უპრეცედენტოდ. ბრიტანეთი დღეს არის თავის ისტორიაში ყოფილა პერიოდები უფრო მაღალი გადასახადებით, ოღონდ ეს მოკლე პერიოდი იყო და ზუსტად ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ ამოცანა არის საგადასახადო ტვირთის შემცირება და მოკეთ მიიღეს საპირისპირო. არ ვიცი რა კონკრეტული არჩევანი შეიძლება გქონდეს, ერთი უკვე ვთქვით და ეს იყო კარნის გაჟღერებული იდეა, რომ საშუალო ძალის სახელმწიფოებმა, რომლებიც გაერთიანებული არიან საერთო ფასეულობებით და კანადისა და ბრიტანეთის შემთხვევაში საერთო ისტორიით და ბევრი სხვა ელემენტებით, უნდა იზრუნონ ახალი რაღაც სტრუქტურის თანამშრომლობის რაღაც მოდელზე. ოღონდ ვიმეორებ, იმის მიუხედავად, რამდენადაც არ ვარ კრიტიკულად განწყობილი პრეზიდენტ ტრამპის მიმართ, მე მაინც მგონია, რომ ეს იქნებოდა ძალიან ნეგატიური შეტრიალება ისტორიის. ვიმეორებ, რომ ამერიკის ლიდერობით ტრანსატლანტიკური ალიანსის ჩამოყალიბება და გლობალური წესრიგის ჩამოყალიბება შეიძლება ის არ ვრცელდებოდა ყველა დროს, ყველა ტერიტორიაზე, მაგრამ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე უფრო ხანგრძლივი სტაბილურობის უზრუნველყოფელი იყო ეს წესრიგი დედამიწის ყველაზე უფრო დიდ ნაწილზე. და აი ამ სისტემის ჩამოშლა და მისი ნებისმიერი ალტერნატივის ჩამოყალიბება იქნება დაკავშირებული უკეთეს შემთხვევაში ძალიან დიდ რისკებთან. და მათ შორის იმის გამო ვარ ასე განწყობილი, რომ ზუსტად ვხედავ, რომ სულ მცირე 2007 წლიდან რუსეთის სახით ამ გლობალურ სისტემას ყავს დაუძინებელი მტერი, რომელიც აქტიურად ცდილობს მის ჩამონგრევას. და პრაქტიკული ნაბიჯებია ამ საერთაშორისო წესრიგის ჩამონგრევისკენ რუსეთმა დაიწყო ამ ნაბიჯების გადადგმა საქართველოში 2008 წელს, რომელიც მას დიდწილად შერჩა, რომლის შედეგადაც გადიდგულებული ის შემდეგ შეიჭრა უკრაინაში 2014 წელს, ყირიმით ცალკე და დონბასით ცალკე და შემდეგ ამის მერეც რომ მას არ მოუწია რაღაც განსაკუთრებულ დიდი ფასის გადახდა, ის მან გაბედა პირდაპირი ფრონტალური თავდასხმა ამ წესრიგზე. ეს არ არის მარტო უკრაინაზე თავდასხმა, ხო ეს? შესაბამისად, იმის ალტერნატივა, რაც აქამდე შეიძლება არა იდეალურად, მაგრამ ყველა სხვა ალტერნატივასთან შედარებით უკეთ მუშაობდა ტრანსატლანტიკური ალიანსი, ხო? ყველა მისი ალტერნატივა დაკავშირებული არის ძალიან დიდ რისკებთან და მე ვისურვებდი პირადად, რომ აი ეს კრიზისული ფაზა ამ ურთიერთობებში ყოფილიყოს გადალახული და თუ იგივე სიამტკბილობაში არ დავბრუნდებით, როგორც ადრე იყო და უზრუნველად გააგრძელებდა, ვთქვათ, ევროპული ქვეყნების ნაწილი ცხოვრებას, დიახ, მათ უნდა გაიღონ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი წილი საკუთარი უსაფრთხოებისთვის, მათ შორის საკუთარი კონტინენტის უსაფრთხოებისთვის, მაგრამ მე ძნელად წარმომიდგენია ისეთი სტაბილური სამყარო, რომელიც სათავეში საფუძველში არ არის ტრანსატლანტიკური ერთობა. ამის ალტერნატივა არსებობს, ამის ალტერნატივაზე ლაპარაკობდა თავად რუსეთი, მერე ჩინეთი გახდა ამ იდეის ერთ-ერთი მთავარი პროპონენტი. ოღონდ უნდა კარგად გვესმოდეს, როცა ჩვენ გვესაუბრებიან ამერიკული ჰეგემონიის დასრულებაზე და მრავალპოლუსიანი სამყაროს ჩამოყალიბებაზე. ჩვენ სინამდვილეში გველაპარაკებიან გავლენის სფეროების მე-19 საუკუნის მოდელის აღდგენაზე, სადაც თითოეულ დიდ სახელმწიფოს აქვს უფლება და საშუალება, რაც უნდა ისქნას თავისი გავლენის სფეროში. და სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ტრამპი ამ იდეის მომხრეა თვითონ, იმიტომ რომ ასე იქცევა, აი მაგალითად იმის ნაცვლად, რომ დაპირისპირებოდა აქტიურად რუსეთის მცდელობას აი ამ გლობალური წესრიგის ჩამონგრევაში,
კონკრეტულად უკრაინის მხარდაჭერით, ის ხან ვენესუელაში, ხან დანიის გრენლანდიაში და ხან კიდევ სხვაგან მიედმოედება ბოდისვიხტი, მე მგონი საიდუმლო არ არის, რომ განსაკუთრებული სიმპათია არ მაქვს. არც პირადად მის მიმართ და არც იმის მიმართ, რასაც ის აკეთებს. იმიტომ რომ ეს არის დამაზიანებელი პირველ რიგში შეერთებული შტატების ინტერესებისთვის. არ არის ის, რასაც აკეთებს ამერიკა უპირველეს ყოვლისა. ამერიკამ უპირველეს ყოვლისა იხეირა იმ გლობალური წესრიგით, რომლის სათავეშიც თვითონ იყო. და ის, რომ სხვებსაც მოუტანა სიკეთე, არ არის იმის საფუძველი, რომ ეს მათ დააყვედრო და მით უმეტეს, რომ ადგე და ზურგი შეაქციო. როგორც ევროპამ იხეირა და დიახ, მის ისტორიაში ეს იყო ყველაზე უფრო მაღალი კეთილდღეობის ხანა, უწყვეტი სტაბილურობის და მშვიდობის გამო. მაგრამ შეერთებულმა შტატებმაც იხეირა ის, რომ მისი წილი გლობალურ ეკონომიკაში მცირდება, არ ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები აღარ არის მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ეკონომიკა. არაპროპორციულად დიდია ყველასთან შედარებით. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებმაც დაიწყეს განვითარება პირველ რიგში ჩინეთმა და ჩინეთის განვითარებაზე ყველაზე მეტად პასუხისმგებელი ისევ თვითონ შეერთებული შტატებია. ჩინეთი არ შეხვეწნია შეერთებულ შტატებს 70-იან წლებში აღიარებას და მასთან ეკონომიკური კავშირების დამყარებას. თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივა იყო, კისინჯერის დიპლომატიის და შედეგად მივიღეთ, რომ არა მარტო აღიარა პოლიტიკურად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, არამედ გახსნა მასთან ეკონომიკური კავშირები და დასავლეთიდან პირველ რიგში შეერთებულ შტატებთან ვაჭრობის შედეგი არის ის ეკონომიკური სიძლიერე, რომელსაც ახლა ჩინეთი გარდაქმნის პოლიტიკურ და სამხედრო ძალად. თუ ვინმეს შეუძლია, ასე ვთქვათ, ვინმესთან ურთიერთობას შეუძლია უსაყვედურო შეერთებულ შტატებში რაღაცა მის ინტერესების საწინააღმდეგოდ შემოტრიალდა, ეს უფრო ჩინეთია და არა ევროპა. ევროპა არასდროს დაპირისპირებია შეერთებულ შტატებს, პირიქით ვიმეორებ იყო მისი საუკეთესო პარტნიორი. ალტერნატივა სამწუხაროდ მარტო ეს არის. დემოკრატიული სახელმწიფოების ალიანსის ჩამოშლა, ტრანსატლანტიკური ალიანსის ჩამოშლა აუცილებლად დამთავრდება გავლენის სფეროების რეალობით, რომელსაც კარგი არაფერი მოაქვს, იმიტომ რომ აქვს ეს გავლილი კაცობრიობის ისტორიაში, რამდენიმე ფაზა გვაქვს ამ ნანახი და ეს გავლენის სფეროები არ უზრუნველყოფს სტაბილურობას და მშვიდობას. ყოველი შეთანხმება, რომელსაც გავლენის სფეროები ჩამოუყალიბებია, დაწყებული ვესტფალიის ზავიდან, გაგრძელებული ვენის კონგრესით და ძალიან ცოტა ხნით რაღაცა სტაბილურობას ქმნის და საბოლოო ჯამში მე უფრო დიდი კონფლიქტით მსოფლიო ომით მთავრდება. როგორც წესი მსოფლიო ომით მთავრდება. არ აქვს კარგი ალტერნატივა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას, რომელსაც განსაზღვრავს თავად დემოკრატიული სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ალიანსის ლიდერობა. ვიმეორებ, არასდროს ყოფილა იდეალური ამერიკის ლიდერობით ჩამოყალიბებული მსოფლიო წესრიგი, უხარვეზო არ იყო, მაგრამ იყო საუკეთესო, რაც ყოფილა ოდესმე კაცობრიობის ისტორიაში და იყო საუკეთესო იმ ალტერნატივებთან შედარებით, რომელიც შეიძლება ყოფილიყო, მაგალითად, საბჭოთა ლიდერობით, საბჭოთა ჰეგემონიით ჩამოყალიბებული მსოფლიო წესრიგი. არაფერს აღარ ვლაპარაკობ ნაცისტურზე. ან ჩინეთის ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩინეთის ლიდერობით, ან ეხლა ესეც გამორიცხული არ არის, ჩინეთის ლიდერობით ჩამოყალიბებული მსოფლიო წესრიგი. მაგრამ ისიც გლობალური ბოლომდე ვერ იქნება, ეს იქნება ვიმეორებ რეგიონული რაღაც გავლენის სფეროები, სადაც ეს წამყვანი რეგიონული სახელმწიფოები განუკითხავად მოქმედებენ საკუთარ ინტერესებში. და ამის ყველაზე დიდ საფასურს პირველ რიგში იხდიან ჩვენნაირი სახელმწიფოები, რომელთა თავისუფლება და კეთილდღეობა ეწირება პირველ რიგში
ასეთ გავლენის სფეროებს. ჩვენ ამ ყველაფრიდან გამომდინარე რომ ვისაუბროთ, არის თუ არა მოსალოდნელი რომ ბრიტანეთში ეს საუბრები რაც ახლა მიმდინარეობს ახალ მსოფლიო წესრიგზე და ბრიტანეთი როგორ უნდა მოერგოს ამ ყველაფერს იმ გარემოებებს რაც ახლა შეიქმნა, ნიშნავს თუ არა იმას რომ საბოლოო ჯამში დასკვნა ბრიტანეთის მხრიდან იქნება, რომ მოდით შემდეგ პრეზიდენტს დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ იქნება სიტუაცია, იმიტომ რომ ვერ იქნება ვერანაირად მარტივი სუვერენული ბირთვული იარაღის ჩამოყალიბება, უზარმაზარ ფინანსურ და სხვა ტიპის ადამიანური ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, ვერ იქნება განსაკუთრებით აი იმ ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, რომელიც შეიქმნა Brexit-ის შემდეგ. კი ბატონო, ვერ იქნება მარტივად გადატანილი სოფლიო სადაზვერვო ან 5 თვალის ორგანიზაციიდან ჩახსნა და მარტო ბრიტანეთი რო დარჩეს გამოწვევებთან, სადაზვერვო გამოწვევებთან ერთადერთი, ასე ვთქვათ, და ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ძალიან რთული იქნება ნატოს და ნატოს შეკავების პოლიტიკის და ნატოს მთლიან ევროპაზე, ევროპულ ოპერატიულ სივრცეზე გავლენის შესუსტება და ბრიტანეთისთვის ამ ფრონტის მოშიშვლება, ასე ვთქვათ, აღმოსავლეთის ფრონტის, სადაც რუსეთი დგას და კბილებს ილესავს, ასე ვთქვათ, ელოდება, როდის შეიძლება ნატო დაიშალოს, რომ თავისი სულები გააკეთოს და აღადგინოს ეს ყველაფერი. ის ალტერნატივები რის წინაშეც ახლა ბრიტანეთი დგება, იმდენად რთული ჩასანაცვლებელია და იმდენად კოლოსალურ ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული, მოსალოდნელია თუ არა, რომ ბრიტანულ პარლამენტში და ელიტებში ეს დისკუსია რა უნდა გავაკეთოთ, გაიწელოს კიდე 3 წელი და ეცადონ დააკვირდნენ ამერიკაში ცვლილება იქნება თუ არა პოლიტიკის მხრიდან. ხო, რეალობა ასეთია, რომ აი ამ წუთში რომც მიიღოს ვინმე გადაწყვეტილება, პრაქტიკული თვალსაზრისით ეს სრული ჩახსნა შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში ნაკლებად რეალისტურია. ვიმეორებ მათ შორის იმ ეკონომიკურ ფონზე, რომელიც დღეს არის შექმნილი. ყველანაირად და ეს არც არის რომც იყოს ტექნიკურად შესაძლებელი, მაინც და მაინც იდეალური შედეგის მომცემი. მე მესმის იმ ადამიანებისა, რომლებიც ამბობენ, რომ შეერთებული შტატები იმგვარ სანდო პარტნიორად, რომელთაც ის განიხილებოდა აქამდე, აწი აღარ უნდა განიხილებოდეს სულ მცირე ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. ოღონდ ტრამპის პრეზიდენტობის დარჩენილ 3 წელიწადში რამდენად რეალისტურია იმის ალტერნატივის შექმნა, რომელიც აქამდე არსებობდა უსაფრთხოების მექანიზმების თვალსაზრისით, მე ვერ გეტყვით, რამდენად არის პრაქტიკულად განხორციელებადი. სტრატეგიულად კი ბატონო, ევროპელებმა, კანადელებმა დიახ უნდა დაიწყონ უფრო დიდი წილის ჩადება საკუთარ უსაფრთხოებაში. და ეს არანაირად არ ეწინააღმდეგება იმ იდეალურ ვითარებას, რომელზეც მე ვისაუბრე, რომელიც აღსადგენია. შეერთებული შტატების პირიქით, შეერთებული შტატები, ჩემი აზრით, აწი აღარ იქნება წინააღმდეგი, რომ ევროპელებმა და კანადელებმა უფრო დიდი წვლილი შეიტანონ, უფრო დიდი წილი ჩადონ საერთოდ თავდაცვაში. ამას მიესალმებიან კიდევაც. მაგრამ მე ვიმეორებ პრაქტიკულად განხორციელებად და პოზიტიურ ალტერნატივას ტრანსატლანტიკური ალიანსისა ჯერჯერობით ვერ ხედავ. კი ბატონო. ისტორიულად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყო რამდენიმე მოსაზრება, რომ ხომ მარჯობია ერთიანი ევროპული ჯარი გავაკეთოთ, რაც გარკვეული პოპულარობითაც სარგებლობდა 60-70-იან წლებში, მაგრამ ბოლოს საფრანგეთმა, ვინც იყო ინიციატორი ამ იდეის, თვითონ პარლამენტმა უარი განაცხადა ამაზე და ეს იდეა, ასე ვთქვათ, მოკვდა, სადაც დაიბადა. საინტერესო არის ეხლა რამდენად რეალური არის ეს თემა. იმიტომ რომ საფრანგეთშიც უკვე აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, რომ ხომ არ ჯობია ნატოს პარალელურად ერთიანი ევროპული რაღაც თავდაცვის სისტემის აწყობა, ბრიტანეთისთვისაც წესით ხელსაყრელი უნდა იყოს ეს თემა და რამდენად რეალურია და რამდენად მიდის ამაზე საუბარი თვითონ ბრიტანეთში და რამდენად განიხილება ეს როგორც ნატოს თუ არა ალტერნატივა
ნატოს დაშლის ან ამერიკის სრულად ჩახსნის შემთხვევაში რაიმე ტიპის შესაძლებლობა რომ ყველაფერი თავდაცვის მიმართულებით არ დაიგო. მაშინაც კი, როდესაც ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი იყო, ევროპის ერთიანი საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროები იყო ყველაზე უფრო რთული თემები, რომელშიც ყველაზე ნაკლებად მოხდა წარმატებული ინტეგრაცია. გარკვეულწილად დიდი წვალების და მრავალი წლის შემდეგ შეთანხმდნენ ერთიან საგარეო პოლიტიკის წარმოებელ ინსტიტუტზე და მას არც ქვია რაღაც გასაგების სახელი, ხო? მაგრამ ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა დღემდე პრაქტიკულად არ არსებობს, იმიტომ რომ ეს ყველაზე უფრო ასე ვთქვათ ესეთი ფაქიზი თემა არის სუვერენიტეტის თვალსაზრისით. ელემენტარულად გარდა იმისა, რომ ბევრი ქვეყანა თulis რომ ეს არის წითელი ხაზი, რომელიც იქით სუვერენიტეტის დათმობა გამოდის, ძალიან ხშირად ევროპული ქვეყნების ინტერესები საგარეო პოლიტიკური უსაფრთხოების სფეროში უბრალოდ ერთმანეთს არ ემთხვევა ხოლმე და ეს კიდე დამატებით პრობლემას ქმნის. მაგრამ მაშინაც კი როდესაც ბრიტანეთი იყო გაერთიანებული სამეფო იყო ევროკავშირის წევრი, ბრიტანეთი ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოწინააღმდეგე იყო ამ სფეროს ინტეგრაციაში. ასე რომ არ ამგონია ბრიტანეთმა აქტიურად ითანამშრომლოს ყოველთვის ინიციატორად მოგვევლინოს ამგვარი კავშირისა. და თავად ევროპის ქვეყნებშიც ყველა ქვეყანაში უკლებლივ თქვენ იპოვით ძალებს, რომლებიც მხარს უჭერენ საერთო თავდაცვის მექანიზმს, ერთიანი ევროპული ჯარის შექმნა თუ დავარქოთ აი მას ასე, ხო? და უამრავს იპოვით, ვინც იქნება კატეგორიული მოწინააღმდეგე. ანუ ამის პრაქტიკული პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს, თუ ევროპა არ დადგა იმ რეალობის წინაშე, რომ აი ნატო აღარ არსებობს. ყოველთვის შეერთებული შტატები უკვე ღიად ჩამოშორდა თავის ვალდებულებებს. დღეს რა მიზეზითაც ხდება ამის განხილვა არის ძირითადად ტრამპის განწყობები. რომ ამის იქით არ წასულა, არაფერი არ შეცვლა მეხუთე თავში ნატოს კარტიისა. დღეს შეერთებული შტატები ისევეა ვალდებული დაიცვას ევროპელი მოკავშირეები, როგორც ეს იყო წინა ადმინისტრაციების დროს, უბრალოდ ტრამპის განცხადებებმა და ზოგიერთმა ქმედებამ შექმნა ეს პანიკური განწყობები, რაც უსაფუძვლო ბოლომდე არ არის, მაგრამ ჯერჯერობით ეს მექანიზმი ოფიციალურად არსებობს. მხოლოდ ამ მექანიზმის მოშლის შემდეგ შემიძლია წარმოვიდგინო რაიმე პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა იძულებით, რომ ევროპელებმა მართლა იზრუნონ ერთიანი ჯარის შექმნაზე. მაგრამ ამას ყველა შემთხვევაში ეყოლება უამრავი მოწინააღმდეგე. კიდევ ერთხელ ვამბობ, აქამდე არსებულ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის პოზიტიურ, სანდო და მდგრად ალტერნატივას მე ჯერჯერობით ვერ ხედავ. ყველა სხვა სცენარი დაკავშირებული არის უგზარმაზარ რისკებთან, რა ვთქვა, რომ რეალისტურობა მაინც და მაინც არ გამოჩენილა. ბოლო კითხვისთვის მოდით შევაჯამოთ. ბრიტანეთი, ჩვენ ვისაუბრეთ, რომ დიდი ძალების და შუა ძალების დაპირისპირება შეიძლება გამოიკვეთოს მომავალ საერთაშორისო ურთიერთობების, ასე ვთქვათ, გლობალურ პოლიტიკაში და საინტერესოა თვითონ ბრიტანეთი, ეს არის დიდი ძალა, შუა ძალა თუ რაღაცა შუაში და რა ამბიციები, რა გავლენა და როლი აქვს მას გლობალურ პოლიტიკაში დღესდღეობით. გაერთიანებული სამეფო უკვე დიდი ხანია აღარ არის დიადი ძალა. სულ მცირე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რეალურად მისი ძალის დაღმასვლა სწრაფად დაიწყო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, რომელშიც ის მოგვევლინა გამარჯვებულად, მაგრამ ეს მას დაუჯდა უზარმაზარ ფასად. პირველი ბზარები მისმა იმპერიამ მაშინვე მისცა და როგორც თქვი ეს აისახა მის უნარზე უზრუნველ ეყო ეკონომიკურად უზრუნველ ეყო თავისი უზარმაზარი გლობალური იმპერიის სტატუსი და აი ამ დროიდან ჩვენ ვაკვირდებით მის დაღმასვლას.
განსხვავებით სხვებისგან და ჩვენი საუბრის წინა ეტაპზე ჩვენ კიდევ ვთქვით, რომ ბრიტანეთი შეგნებულად მოეკიდა ამ ძალის შემცირებას და ის არ მობღაუჭებია თავის იმპერიულ გლობალურ სტატუსს და ერთგვარად ითანამშრომლა მენეჯმენტი გააკეთა თავისი სტატუსის თანდათანობით ცვლილებას. და ეს ყოველთვის ასე არ ხდება, მაგალითისთვის შეგახსენებთ, რომ რუსული იმპერიები ორჯერ ჩამოიშალა 1917 წელს და 91 წელს, ორივე ჯერზე შეუსაბამობის გამო თავის გეოპოლიტიკურ ამბიციებს და მისი ეკონომიკის უნარებს შორის ამ ამბიციების უზრუნველყოფისთვის. ანუ ფრონტის ხაზზე არ დამარცხებულა, ვინც არის ის პირველ მსოფლიო ომში რუსული იმპერია. ის ჩამოიშალა შიგნიდან, რადგან მისი ეკონომიკა აღმოჩნდა არაადეკვატური იმ არაბუნებრივი გიჟური გეოპოლიტიკური იდეებისა, რომელთაც ის ხელმძღვანელობდა. მგინდა თუ არა ის იყო მესამე რომი და ამ კონკრეტულად პირველ მსოფლიო ომში მის ამოცანას წარმოადგენდა კონსტანტინოპოლის სრუტეების და ბალკანეთის შემოერთება იმისათვის, რომ აღედგინა აღმოსავლეთ რომის იმპერია. და აღმოჩნდა, რომ უბრალოდ გამოკვება არ შეეძლო თავისი ჯარისკაცების და იარაღით და ამუნიციით უზრუნველყოფა. კიდევ უფრო თავშესაცემი იყო და ამის ცოცხალი მოწმე ვარ მე 80-იანი წლების დასაწყისში, კარგად მახსოვს, როდესაც საბჭოთა კავშირი ერთის მხრივ იყო ორიდან ერთ-ერთი სუპერ სახელმწიფო და გავლენები და მოკავშირეები ჰქონდა მთელ მსოფლიოში ნიკარაგუადან დაწყებული შორეულ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამდე და ქვემოთ აფრიკაში ყველა ბანდიტური თუ კომუნისტური თუ სხვა რაღაც მოძრაობა ყველა საბჭოთა კავშირის მოკავშირე იყო და ყველას ინახავდა 79 წელს რატომღაც გადაწყვეტა რომ შევარდნოდა ავღანეთში ქვეყანაში რომელიც სტაბილურად წარმატებით და დიდი ხნით არავის დაუპყრია და თან ამას დაემთხვა კიდევ რამდენიმე სხვა ფაქტორი იქით რეიგანი, აქეთ ეკონომიკური ნავთობის ფასების დაღმასვლა და შედეგი იყო ის რომ ეს სუპერ სახელმწიფო აღჭურვილი მსოფლიოში ყველაზე მეტი ტანკით, ყველაზე მეტი ბირთვული ქობინით, რაკეტებით და ასე უბრალოდ ვერ უზრუნველყოფდა საკუთარ მოსახლეობას საკმარისი სურსათით. მე კარგად მახსოვს სასურსათო ბარათები 80-იანი წლების დასაწყისიდან. და შესაბამისად ის არ დამარცხებულა ფრონტის ხაზზე, მას არ გამოლევია რაკეტები და ტანკები, ის უბრალოდ გაკოტრდა. ეს არის ალბათ ყველაზე უფრო საყურადღებო საკითხი დღევანდელი ბრიტანეთისთვის, რომელიც რეგულარულად ახდენს ხოლმე კალიბრაციას თავის უნარებსა და შესაძლებლობებს შორის. ანუ ერთის მხრივ სტატუს შორის და ამოცანებს გეოპოლიტიკურ საერთაშორისო ასპარეზზე თავის ამოცანებს შორის და იმ უნარებს შორის, რომელსაც განსაზღვრავს მისი ეკონომიკის მდგომარეობა. ამ ყველა კრიტერიუმით ბრიტანეთი არის უეჭველად მხოლოდ შუა ან საშუალო სახელმწიფო. მაგრამ მისი უპირატესობა იყო გარკვეული ნიშური უნარები, როგორც აღვნიშნეთ, ხო? სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი სადაზვერვო სისტემა. ის ფაქტი, რომ ის რჩება უმნიშვნელოვანეს ნიუ-იორკის შემდეგ უმნიშვნელოვანეს ფინანსურ ცენტრად, რომელიც აქტუალურია მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოში. სხვათა შორის ამაზეც მოახდინა ნეგატიური გავლენა ბრექსიტმა, მაგრამ მის ინარჩუნებს ძალიან მნიშვნელოვან სტატუსს ამ თვალსაზრისით. ტექნოლოგიური ინოვაციების სახელმწიფო და შესაბამისად თავის ზომასთან შედარებით არაპროპორციული გავლენა, მაგრამ მისი მთავარი უპირატესობა მაინც იყო ყოველთვის ის ალიანსები, რომელიც მას ჰქონდა შეერთებულ შტატებთან და დანარჩენ მოკავშირეებთან. ასე რომ კიდევ ერთხელ გამიმეორებ, კარგი ალტერნატივა შეერთებულ შტატებთან განსაკუთრებულ ურთიერთობას არ აქვს ბრიტანეთისთვის, მცდელობა შესაძლებელია უფრო მჭიდრო ალიანსის ჩამოყალიბებისა
სხვა საშუალო სახელმწიფოებთან. აი მაგალითად კოლექტიურად ევროპას შეუძლია იყოს სუპერ სახელმწიფო, დიადი სახელმწიფო. შეიძლება არ იყოს ზუსტად იმ ძალისა და ზომის, როგორც შეერთებული შტატები და ჩინეთი, მაგრამ უეჭველად ის შეიძლება იყოს ანგარიშგასაწევი ძალა საერთაშორისო ურთიერთობებში. კითხვა არის იმაში, აქვს თუ არა უნარი ევროპას იმგვარი თანამშრომლობისა და ინტეგრაციისა, რომელიც მას აი ამ ერთიან ძალად აქცევდა. მთავარი წინაღობა არის უამრავ სფეროში ვიხილეთ ჩვენ, ხო? მათი უპრეცედენტო ისტორიული თანამშრომლობა და ინტეგრაცია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი აკლია, ასევე ვთქვით, ეს არის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა. აი თუ ევროპა შეძლებს გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად ამ სფეროში ინტეგრაციას, მაშინ ის იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ძალისა და გავლენის სახელმწიფო. გაერთიანება სახელმწიფო არ იქნება. დიდი მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისთვის. იმ გადალაგებების ფონზე მნიშვნელოვანია აუხსნათ, ანუ ძალიან ერთმნიშვნელოვნად არ დავინახოთ მსოფლიო პოლიტიკა. ის მოკავშირეები არიან მაგალითად ბრიტანეთი და ამერიკა და ყველაფერში ეთანხმებიან, ესეთი წარმოდგენები არის ხოლმე, რომ ამერიკა აკეთებს, ესე იგი ყველა ეთანხმება, ან რაღაც ევროპა აკეთებს, ამერიკაც ეთანხმება, ასე კოლექტიური დასავლეთი თითქოს რაღაც ერთიანი პოლიტიკის გამტარებელია და მნიშვნელოვანია ნიუანსებში შევხედოთ და ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ კუთხიდან დაგვანახეთ დიდი ბრიტანეთი. დიდი მადლობა თქვენ, რომ გვიყურეთ ბოლომდე, გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი და ქვემოთ კომენტარებში დაგვიწეროთ თუ რა თემაზე ისურვებდით შემდეგ ეპიზოდს.